საღამოშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია. მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. საგაზაფხულო სესიის ბოლო სესია დღეს პარლამენტში ირაკლი კობახიძის ანგარიშის მოსმენით დაიწყო და ხელჩართული ჩხუბით დასრულდა. სიტყვიერი შეურაცხყოფა დარბაზიდან მოყვა დეპუტატის გიორგი შარაშიძის გამოსვლას, რის შემდეგაც უკვე სიტყვიერმა დაპირისპირებამ და ხელჩართულმა ჩხუბმა სხდომათა დარბაზში გადაინაცვლა. რიცხობრივი უპირატესობა ისედაც სახეზია, ჩვენ ვიცით პარლამენტში და ჩხუბშიც ასე იყო. გახარიას პარტიის რამდენიმე დეპუტატს ფიზიკურად რიცხობრივი უპირატესობით უსწორდებოდნენ ქართული ოცნების დეპუტატები. თქვენ ახლა კადრებსაც ხედავთ, სადაც ჩანს თუ როგორ გიგა ფარულავას წინააღმდეგ როგორ აქტიურობს ირაკლი ხელაძე, მათ შორის ლაშა ტალახაძე, არჩილ გორდულაძე, ირაკლი კირცხალია, ჩანს შემდეგ ლევან მაჭავარიანი, რომელიც ასევე სიტყვიერად უპირისპირდება გიორგი შარაშიძეს. ჩვენ ვიცით, რომ ფიზიკური დაზიანება მიიღო გიგა ფარულავამ და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც კი იყო ადგილზე მისული იმისათვის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეეფასებინათ და ასევე განცხადება გააკეთა უკვე შემდეგ გახარიას პარტიამ ხელჩართული ჩხუბის შემდეგ. მათ თქვეს, რომ ამ ხელჩართულ ჩხუბს და ჯგუფური თავდასხმაც კი უწოდეს მათ ქართული ოცნების დეპუტატების მიერ განხორციელებულ ქმედებას მათ წინააღმდეგ სამთავრობო ლოჟიდან ძალიან მშვიდად თვალს ადევნებდა ირაკლი კობახიძე, სხვათა შორის შინაგან საქმეთა მინისტრიც და ძალოვანი უწყობების მაკოორდინირებელი ვიცე პრემიერიც, თუ არ ვცდები, სწორედ ეს ბოლო თანამდებობა უბოძეს მამუკა მდინარაძეს, მას შემდეგ რაც ის სუსის ხელმძღვანელობიდან წავიდა. მოკლედ ასეთი ვითარება იყო დღეს პარლამენტში, უფრო დეტალურად რა მოხდა დღეს საკანონმდებლო ორგანოში, იმიტომ რომ ურთიერთბრალდებები გვესმის, სხვათა შორის შალვა პაპუაშვილმა ასეთი რამ თქვა, რომ მხოლოდ გახარიას პარტიას წევრებმა იციან სინამდვილეში რა მოხდა და რა იკადრა მათმა კოლეგამ, მაშინ როდესაც გახარიას პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ რეალურად ქართული ოცნების ლიდერები და პრემიერიც გააღიზიანა მათმა საკმაოდ მწვავე შეკითხვებმა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ისმოდა ირაკლი კობახიძის მისამართით მათი მხრიდან. უფრო დეტალურად ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ ვიკა ფილქვანთან, რომელიც ჩვენს გადაცემას ცოტა ხანში შემოვერთდება. გადაცემას კი ვიწყებთ საუბარს გიორგი ბარამიძესთან, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მდივანია, ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობს. რა თქმა უნდა, ბატონო გიორგი, ეს არც პირველი შემთხვევა პარლამენტში ხელჩართულის ბრძოლის და თავს ვერავინ ვერ დადებს იმაზე, რომ უკანასკნელი იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის, ანუ რიცხობრივი უპირატესობა პარლამენტში სამუშაო პროცესშიც თვალსაჩინოა, იმიტომ რომ დანარჩენი პარტიები საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან და ჩხუბშიც ეს საკმაოდ თვალშისაცემი იყო. არ ვიცი, როგორ შეაფასებდით იმას, რაც დღეს მოხდა საგაზაფხულო სესიის ბოლოს ხდომაზე. მადლობა მოწვევისათვის. პირველ ყოვლისა მცირე კორექტივ შევიტან, ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში არა ვართ. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ პარლამენტს და ამ პარლამენტში არ შევედით. ეს ორი სხვადასხვა რაღაცაა. ბოიკოტი შეიძლება ქონდეს პარლამენტში შესულ პარტიას, რომელიც პროცესებს, თქვათ, გამოეთიშება და გამოაცხადებს ბოიკოტს. ეს საპარლამენტო, ასე თქვათ, პროცესის ნაწილი არის და აქ სხვა რამეს არაღიარებაც ბოიკოტის ერთ-ერთი ფორმა. არა, ეს არ არის ბოიკოტი, ეს არის არაღიარება. კი ბატონო, ამ თემას დავუბრუნდებით შემდეგ. ამ თემას გავშლით, იმიტომ რომ არა, ამაზე არაფრის გაშლას მე პირადად არ ვაპირებ, ფақط მოკლედ დიპასუხებ თქვენ შეკითხვებზე. ეს სტრუქტურა ნამდვილად არ გვაინტერესებს, ეს არის არალეგიტიმური სტრუქტურა ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის. მოღალატეები რო არიან, ახლაც კარგად ჩანს, აი ცხინვალის რეგიონში რა ხდება, როგორ ცდილობს რუსეთი ამ ჩვენი რეგიონის ანექსიას და ხმას რო არ იღებენ, ძალიან კარგად ჩანს. კრიმინალები რო არიან,
კიდევ ერთხელ ძალიან კარგად გამოჩნდა და მანამდეც ჩვენ ვიადიცოდა ჩვენმა საზოგადოებამ რომ თავიდან ბოლომდე ეს რეჟიმი კრიმინალური მენტალიტეტის არის, კრიმინალური აზროვნების არის და კრიმინალური მეთოდებით დაიტოვა ხელისუფლება ხელში ჩაიგდო უпростоრად არჩევნების ასევე კრიმინალური გზით გაყალბების შედეგად და ცდილობს კრიმინალური მეთოდებით და მენტალიტეტით წარმართოს პროცესები, ხელში ჩაგდებული აქვს ძალაუფლება და რასაც აკეთებს, კარგად ხედავთ. ამიტომ ჩვენ ამ ადამიანებზე ამ რაღაც არარსებული არალეგიტიმური სტრუქტურის ჩარჩოებში საუბარს ნამდვილად ზედმეტ დროს არ დაუთმობთ. ანუ თქვენ იმდენად არ აღიარებთ და არ გაინტერესებთ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მოვლენები, საქართველოს პარლამენტის შენობაში, კი ბატონო, მიმდინარე მოვლენები, რომ ამ ფაქტის კომენტირებასაც არ აპირებთ? ეს არის ჩემი კომენტარი. ანუ ძალადობა იყო სახეზე, არ ვიცი თქვენ აღიარებთ. კი ბატონო, კარგი, მაშინ ასე დაგისვათ შეკითხოს. ხელშეურის თქვენ ახსენეთ რუსეთის მხრიდან სამხრეთ ოსეთის ანექსიის მცდელობა, ხომ? სხვათა შორის ამასთან დაკავშირებითაც ჰქონდათ დღეს გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეკითხვები ირაკლი კობახიძესთან და ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მთელი დღის განმავლობაში მათ ისეთი დისკომფორტი შეუქმნეს კობახიძეს, რომ მათ შორის ამითაც იყო გაღიზიანებული მართველი პარტია და შემდეგ აი ეს გაღიზიანება გადაიზარდა შემდეგ მათ წინააღმდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში. ანუ ანექსიის თემა ხომ მაინც საინტერესოა? ხო, მაგრამ არა ამ არარსებული და არალეგიტიმური სტრუქტურის ჩარჩოებში. რა თქმა უნდა, საინტერესო კი არ არის, ჩვენ ამაზე განცხადება გავაკეთეთ და ჩვენ ამაზე პოლიტიკური პროცესი გვაქვს, რომ საზოგადოებას ქართულს საერთაშორისოს მივაწვინოთ ჩვენი ხმა და დაწყებული გვაქვს ჩვენი ასე ვთქვათ აქტიურობა როგორც საერთაშორისო ასპარეზზე იმ პერიოდიდან მოყოლებული რაც ეს ანექსიის ეს ფაზა დაიწყო, თორე დიდი ხანია, ამაზე ვსაუბრობთ, რომ ეს არის მოღალატური რეჟიმი, რომელიც არის კოლაბორაციონისტული რეჟიმი, რომელიც არ გაღიზიანების პოლიტიკას კი არ ატარებს რუსეთის მიმართ, არ გაღიზიანების პოლიტიკას, სწორი პოლიტიკა, აი ჩვენ გვექნება არავის გაღიზიანების პოლიტიკა, იმიტომ რომ ხელოვნურად არავინ არ უნდა გააღიზიანო, არც მტერი და არც ნახევრად მეგობარი თუ შორს უყოფი ქვეყანა. ამათ აქვს კოლაბორაციონისტული პოლიტიკა, ეს სხვა რაღაცა არის. ეს არის ოკუპანტთან თანამშრომლობის პოლიტიკა, ოკუპანტის ნების აღსრულების პოლიტიკა. ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატის პოლიტიკა. ამიტომ ამაზე მტერთან ოკუპანტთან კოლაბორაციაზე ჩვენ დიდი ხანია დაწყებული გვაქვს ბრძოლა და ეხლა ეს ახალი ფაზა არის მცდელობისა ანექსიის, ეს მცდელობაა, რა თქმა უნდა და ამას ვერ მოახერხებს რუსეთი, როგორც ამას ვერ ახერხებს და კარგად ხედავთ რუსეთში და დაემხობა რუსეთს თავზე უკრაინაში, რა თქმა უნდა, მადლობა შესწორებისათვის, დაემხობა თავზე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ დაემხობა რაშისტული, იმპერიალისტური რუსეთი და იმპერიალიზმი და ჩვენ როგორც შეგვიძლია, ხო, რა ბერკეტები ჩვენ გვაქვს. იმათაც როგორც შეუძლიათ, ანუ მე ვიცი თქვენი დამოკიდებულება და თქვენი მოსაზრება გახარიას, სხვა შორის აი აქვე გეტყვით რა. სიმართლე გითხრათ, მეგონა რომ სულ ცოტა დაგმობდით მაინც აი ამ ფიზიკური ძალადობის ფაქტს გახარიას პარტიის წევრებზე. რა თქმა უნდა, მე ვიცი თქვენი შეფასება, თქვენი დამოკიდებულება გახარიას პარტიის, მათი აი ამ გადაწყვეტილების მიმართ გულისხმობ პარლამენტში ეხლა მე კონცეფტი შევაქე თქვენი ჭკუით? არა, ბატონი გიორგი, ჩემი ჭკუით თქვენ ქართული ოცნება არ შეაქეთ, მაგრამ არც ძალადობა დაგმეთ. კრიმინალები არიან თქო, აბა რა ვთქვი? ანუ კრიმინალები არიან, ზოგადად ეს სიტყვები ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, კი ბატონო. კი ბატონო, შეიძლება მე რაღაცა უფრო მეტ კონკრეტიკას, შეიძლება უფრო მეტ აქცენტს ან მეტ კონკრეტიკას ველოდებოდი. მე გიხსნით რომ თქვენ გინდათ რომ ამ არარსებულ სტრუქტურაზე მეტი ვილაპარაკო და მე გითხარით რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ესენი არიან კრიმინალები და სამშობლოს მოღალატეები. თქვენ გინდათ რომ უფრო მეტი ვილაპარაკო ერთმა ქოცმა მეორე ქოცი როცემა ვიდრე ანექსიის მცდელობაზე და მე მინდა ანექსიის მცდელობაზე გავამახვილოთ ყურადღება და თქვენი გადაცემის ხო და არ მაინტერესებს ამაზე საუბარი, ისინი არიან კრიმინალები, ეს მათი გამონაყოფი შეუერთდა მათ ამ არალეგიტიმური პარლამენტის ლეგიტიმაციისათვის
და შესაბამისად ეს სპექტაკლი ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს. მე მაინტერესებს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს და იმ ასობით ათასი ჩვენი მხარდამჭერის წარმომადგენელს ამ სტუდიაში ვილაპარაკო საქართველოს პრობლემაზე და არა იმაზე, ერთმა კრიმინალმა ხოცმა, როგორც ემა მეორე ხოცი. შედარებით ნაკლები კრიმინალი, თუმცა ის იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელმაც ადამიანებს თვალები დათხარა, იმიტომ რომ ისინი გავრილოვის ღამეს და ოკუპაციას ასე ვთქვათ აპროტესტებდნენ და ეხლა გინდათ რომ მე ამათ შორის ეხლა რაღაცა ეს კრიმინალური გარჩევა გადავაქციოთ ჩვენი გადაცემის მე არაფერი არ მინდა მე ერთადერთი მინდა რომ უფრო სრულ ყოფილი პასუხები ხო ეთყობა რომ ვერ მივიღე ასე ეხლა კი ბატონო ახლა უფრო ვრცელი იყო თქვენ როგორც გინდათ ხოლმე ისე უნდა გიპასუხოთ ადამიანმა და მე საკმარისი ჩემი აზრით შეფასება მივეცი კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ეს მეგონი არ არის ცუდი თვითონ ჟურნალისტისთვის როდესაც გინდა მიიღო ის ხო ანუ თქვენ მაქსიმალური ინფორმაცია კი ბატონო კარგი ახლა ამის გამო ვიკამათებთ რაღაცა და ნუ დავძაბავთ საუბარს კი ბატონო პრობლემა არ მაქვს იმიტომ რომ როცა საყვედურობთ თუმეტეს როცა უსაფუძვლო საყვედური ამიტომ არ მივიღებ ამ საყვედურს და გიპასუხებთ რა თქმა უნდა და ანუ კიდევ ერთხელ გიპასუხებთ მაგ საყვედურთან დაკავშირებითაც ამიტომ მე არ მაინტერესებს ამ კრიმინალურ ბანდას რაც რა აქვს შექმნილი არალეგიტიმური ამაზე საუბარი მე მაინტერესებს საქართველოს ბედი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და რომ ესენი მოღალატეები არიან, ესენი კრიმინალები არიან, ეს ყველამ კარგახანია გაიგო. ახლა დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ეს ჩვეულებრივი ამბავია. ამიტომ ამაზე ვისაუბროთ, მე ვთხოვ, ვისაუბროთ საქართველოს მთლიანობაზე, ვისაუბროთ ეს მოღალატეები. ეს ხომ საინტერესო, ანუ დღეს ყველა საუბრობს, რომ ეს არის დუმილი ახლა ქართული ოცნების მხრიდან, არის დანაშაული იმაზე, რაც ხდება. ეს არის კოლაბორაცია. ეს არის უბრალოდ დუმილი. ეს არის კოლაბორაცია. ამისკენ მიდიოდნენ. გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი და თქვა რომ ბოდიში უნდა მოუხადოთ საქართველოს მტრებსო, ეგ დუმილია? გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი და მისი ბანდა და თქვა რომ საქართველოს დაიწყო ომი, ეგ დუმილია? ნუ ყოველ შემთხვევაში მე ვსაუბრობ იმ დუმილზე, რომელიც მოყვა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, გაგლოების დანიშვნას. ესე ნაწყვეტებად არ ხდება პროცესი. პროცესი არის ბევრად უფრო ფართე. და ეს რაღაცა 5 დღის თუ 5 წამის განმავლობაში რომ ვიღაცა დუმს, ეს დუმილი კი არ არის. მანამდე რა თქვეს, მანამდე რა გააკეთეს, ეს ყველაფერი ერთად კომპლექსურად უნდა განიხილო, ხო? ხო შეიძლება რაღაცა ცხენს რო ისინი აქვს, რაღაცა რო არ დაფრთხეს, მარტო წინ ვიყუროთ, ხო? არის ესა დიაპაზონი ბევრად უფრო ფართე უნდა კონდეს, ხო? შესაბამისად ეს ამ კონტექსტში უნდა განიხილო, არანაირ დუმილი არ არის. ეგ არის კიდევ ერთხელ გელაპარაკებით ამ მოღალატეების, ამ კრიმინალების, ამ სული და თავიდან ბოლომდე ტვინით რუსების და გამყიდველების პოლიტიკა, ოფიციალური პოლიტიკა, რომ ტერს უნდა მოუხადოთ ბოდიში, რომ საქართველოს დაიწყო ომი, რუსეთმა კი არ დაიწყო ომი, რომ წითელ უბანში ჩვენ დავბომბეთ თურმე ჩვენივე რადარი და სარაკეტო დანადგარები და ასე შემდეგ, რომ ჩვენ ყოფილვარ დამნაშავეები და რუსები ყოფილან იზოლებულები, რომ თურმე ჩვენს მოქმედებაზე სხვა შორის ეგ სალომე ზურაბიშვილმაც სალომე ზურაბიშვილი მათი პრინციპული არჩევანია. და სხვა შორის დღემდე ბოლომდე ვერ ამოუხსნია, რატომ შეაჩერეს სწორედ მასზე არჩევანი. წავიკითხე და ამიტომ გეკითხე, მე რომ წავიკითხე, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მაყურებელს ყველას აქვს წაკითხული. ხო, არაფერად უფრო მეტი ილაპარაკოთ ამ რა ჩათვალეთ ასეთი ვრცელი პოსტი მიგეძღვრათ გუშინდელი მისი ინტერვიუს შემდეგ, როგორც ჩანს, ხო, მნიშვნელოვანია თქვენთვის. კი ბატონო, ვისაც დაეზარება ჩემი პოსტის წაკითხვა აქვე ვიტყვი კიდევ ერთხელ თვითონ მოყვა რომ საერთოდ არანაირი ახლობლობა ადამიანური არ აკავშირებდა ივანიშვილს და ივანიშვილმა ზემოდან რომ მიიღო ინსტრუქცია კითხა კიდევ გინდა თუ არა პრეზიდენტობა და ამას უპასუხე რატომაც არაო და ვერ გავიგე რატომო და სწორედ იმიტომ რომ ყოფილი ისეთი ბიოგრაფია აქვს რის გამოც პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოიწვია საქართველოში ხო შესანიშნავი ბიოგრაფია და წინაპრები ხო საფრანგეთის ასე ვთქვათ დიპლომატი იყო და სწორედ იმიტომ რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო რომლის ამ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ადამიანმა თქვა რომ წითელ უბანში როგორც გრაჩოვი ლაპარაკობდა თურმე ჩვენ გადავღებეთ ჩვენი თვითმფრინავები და ჩვენ დავბომბეთ ჩვენი თავი და საქართველოს დაიწყო ომი აი ესეთი ადამიანი ჭირდებოდა რუსეთს რომ საქართველოს პრეზიდენტი ფორმალურად გამختارიყო რომელიც აი ესეთი რაღაცის მთქმელია და დღესაც არ ინანიებს ამას აი ესეთი ჭირდებოდა ზუსტად. აი ამიტომ მან თუ ის თვითონ ვერ მიხვდა, იმას ვერ მიხვდა. ახლა მივხვდიო, ახლა ხან მივხვდიო, რომ რუსები არიანო. ხო და
რა უნდა საერთოდ პოლიტიკაში თუ გავრილოვის ღამეცაც ვერ მიხვდა რომ რუსები იყვნენ. გავრილოვის ღამეს სალობიეში იჯდა და მომიტინგეებს ლანძღავდა. ხო? და ამიტომ ეს თვალთმაქცევები ჩვენ არ გვაინტერესებს. ამიტომ ერთი ეს ხო, მაგრამ ეს ყველაფერი ხო მიცოდით მისი ბიოგრაფიის შესახებ, მაშინ როდესაც ჯერ არ დამისრულებია თქვენ რა იცით რა პერიოდზე გესაუბრებთ. მაშინ როდესაც შესახებ ხომ იცოდითო და არა. როდესაც მზად იყავით სხვადასხვა პლატფორმაზე მის გარშემო გაერთიანებულიყავით მიუხედავად იმისა ის იყო ხოლმე ბატონო გიორგი ხა გინდათ უარყოთ ასე ვთქვათ რომ ეს სალომე ზურაბიშვილი არ იყო ამ ყველაფრის ინიციატორი სწორედ ის გამოდიოდა ხოლმე როგორც წინააღმდეგობის პლატფორმის როგორც ქართული ქარტიის ასე ვთქვათ ლიდერი ინიციატორი არ ვიცი მოდერატორი თუნდაც პარტიებს შორის თქვენც იყავით მათ შორის ვინც მას ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად მოიხსენიებდა ფაქტობრივად აი ბოლო დრომდე მიუხედავად იმისა რომ სალომე ზურაბიშვილი ყოველთვის პირდაპირ და დაუფარავად გეუბნებოდა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნაზე რომ არა და არასდროს გუშინაც ეს გაიმეორა. დაასრულეთ კითხვა. ჯერ ერთი ძალიან დიდი განსხვავება აქვს რომ მის გარშემო თუ მის მიერ წარმოთქმული იდეების გარშემო. აი ახლა ნებისმიერ ბიზნეს ივანიშვილმა რო თქვას ახლა რომ ჩვენ უარს ვამბობთ იმ მოღალატურ პოლიტიკაზე და მივდივართ ევროკავშირში. გამოხვდები და ვიტყვი რომ არა და თანამშრომლობის ფორმატი შემოგთავაზოთ. რა დანიშნოს არჩევნები გამოუშვას პოლიტპატიმრები აღიაროს თავის შეცდომები და წავიდეს ევროკავშირისკენ რა თქმა უნდა რომ მშვიდობიანად რომ მშვიდობიანად აი ეს გულუბრყვილობთ დაიჯერეთ რომ ბიზნეს ივანიშვილში მოხდა რაღაცა ისეთი საოცარი გარდასახვა და აი მოდი არ დავიჯერე რასაც გააკეთებს იმის მიხედვით ვიმოქმედებ გალბატონოებმა თორე ბიზნეს ივანიშვილის ვისჯერა ეხლა გამოვიდა კობახიძე და 2029 წელს იმას აღმოფხრითო რა ქვია სიღარიბეს ხო მაგის ვისჯერა ეხლა ეს ბიზნეს ივანიშვილია რომელიც ამბობდა რომ პირველ წელს ცოტა გაგვიჭირდება მეორე წელს კარგი იქნება მესამე წელს ყველას ასე თქვა დაგვეტყობა ჯიბლებზე და მეოთხე წელი სასწაული იქნება გადავრევ ევროპელებს დემოკრატია იქნება ხო ეს ხალხია ეს მათყუარე გოსატყუილები ამიტომ ეს ძალიან დიდი განსხვავება ამიტომ ხო და შესაბამისად როცა ადამიანები ამას ვერ ასხოვებენ ვიწევს ამისი ასე თქვა განმარტება ჩვენ ამ იდეებს რაც წერია ქარტიაში დღესაც იმ იდეებს ხარს უჭერთ იმიტომ რომ იქ წერია ის რაც ჭირდება ქვეყანას და იმის გამო რომ ვიღაცა ჩვენთვის ბიოგრაფიაში მიუღებელი ბიოგრაფიის მქონე ადამიანმა თქვა ამიტომ იმ იდეებს კი არ უარყოფთ შესაბამისად მის გარშემო კი არ ვიყავით იმ იდეების გარშემო ისევე როგორც აი მაგალითად ალიანსზე წინსწრებად რო გითხრათ ხო დარწმუნებული ვარ მაგასაც გითხავთ ხო აი რატო ვართ ისეთი პარტიები რომლებიც ხშირად ერთმანეთთან უკიდურესათაც კი სამწუხაროდ დაპირისპირებული ვართ იმიტომ რომ რა იდეებიც გვაერთიანებს ის იდეებია ჩვენთვის ძვირფასი და არა ის პარტია რომელიც მემაგინებს ეს არის განსხვავება პოლიტიკოსსა და ქუჩის ბიჭ შორის და ქუჩის აზროვნებას შორის პოლიტიკოსი ვალდებულია შეხედოს რა არის არსი პროცესის და პროცესს დაუჭიროს ხარი და არა ემოციურად გამოეკიდოს იმას რომ აი შენ ეს მითხარი ან შენ ის გაგიკეთები ასე შემდეგ თუ ვიღაცა სწორ რაღაცას გააკეთებს იმ სწორ რაღაცის გაკეთებას მივესალმები არ უნდა იყოს ეს პერსონაჟი აი იგივე თუ სალომე ზურაბიშვილის მაგალითად დღეს ხვალ ექნება ძალიან სწორი და თქვენთვის მისაღები იდეა ხარს უჭერდით მას და ახლაც გავიმეორებ იგივეს როდესაც ის სწორ რაღაცებს ელაპარაკებოდა ჩვენს უცხოელ პარტნიორებს მაგალითად როცა ელაპარაკებოდა და ხარს უჭერდი და ვიწონებდი და ახლაც ვიწონებ ამ სიტყვების შემდეგ რომ ამბობდა რომ ეს ეგრეთ წოდებული პარლამენტი არის არალეგიტიმური ვიწონებდით და ვინც ამას იტყვის ყველას მოუწონებ აი ხა მაგალითად ის პიტეკანტროფი ის რა ქვია შტანგისტი რომ ადამიანებს ურტყამდა და ენდეს ვერ ხვდებოდა ტალახაძე რომ ვერ ხვდებოდა რომ მან ხელი არ უნდა გაანძრიოს ვითომეტეს პარლამენტში ხო? უბრალოდ სირცხვილია, მაგრამ ხელი გაანწრა 10 კაცი თუ ესხმის თავს კი უნდა გაანძრიოს. მეორე ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი ცდილობდა ჯგუფში ჩართვას. ხო და აი ეგენი ეგ პიტეკანტროფები რომ ვერ ხვდებიან რომ კიდე უფრო მცირე ადამიანებს, რიცხოვნებით მცირე ადამიანებს თავისი ფიზიკური ძალა არ უნდა გამოიჩინონ მაგზე. აი მაგიტო ყავს ეს მონები. ივანიშვილს იქ მაგიტო რომ კუნთი აქვს და ტვინი არ აქვს ხო? მაგრამ აი მაგათმაც რო თქვა რაღაცა კარგი ხო კარგზე ვიტყვი რომ კარგია მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს რომ რაც მან გააკეთა ის წაიშლება მისი ბიოგრაფიიდან
ხო, ამიტომ ძალიან უცნაურია ხოლმე ხანდახან ჟურნალისტები, აი იმას რომ ის აქვს ნათქვამი, აი იმას რომ ის აქვს გაკეთებული, ახლა ამას რატო იწონებ? სხვადასხვა რაღაცა არ უნდა შევახსენოთ ხოლმე ამ არა, კი უნდა შევახსენოთ, გასაკვირი არ უნდა იყოს. იგეთ ქალბატონებმა. არა, როცა კიდევ ერთხელ პოლიტიკაში ასეა. პოლიტიკაში არის პოლიტიკაში სწორედაც თანმიმდევრულები ვართ ამაში. ხო, სწორედაც თანმიმდევრულები ვართ, რომ ჩვენ გვინდა რომ ყველა მიმოქმედოს სწორად. თუ ვიღაცა ღალატობდა საქართველოს, თქვა და იტყვის აღიარებს, მოინანიებს ეკლესიურათა წესიას ფოტოშორის. დიდი განსხვავება კი არ არის სინამდვილეში ეკლესიურ ცხოვრებასა და აი ჩვეულებრივ სამოქალაქო ცხოვრებას შორის, ხო? ეკლესიას ეს ყველაზე დიდმა ცოდვებმა თუ გულწრფელად მოინანია და დაადგა ქრისტეს გზას, იმას ღმერთი მიუტოვებს. ისევე მიუტოვებს ერი, თუ ადამიანი მოინანიებს და დადგება ყველა სალომე იქნება, გიორგი იქნება, პეტრე იქნება თუ ივანე იქნება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ზოგადად ვლაპარაკობ. აგვისტოს ომთან დაკავშირებით მან საკუთარი ეს შეხედულება ზოგადად ვლაპარაკობ, როგორც პრინციპს ვლაპარაკობ, ხო? ერიც მიუტევებს, ოღონდ კი არ დაივიწყებს და ის კი არ იქნება რომ წაიშალა ის ბიოგრაფიიდან, მაგრამ კარგს თუ გააკეთებს, იტყვის რომ კარგია, ყოჩა, კარგი გააკეთე, მაგრამ განსჯა რა თქმა უნდა, ხო? ეხლა ეს თქვათ აქ დედამიწაზე ღმერთი არავინ არ არის და ამიტომ ესეთ ადამიანს მე პირადად რაც არ უნდა გააკეთოს, მომავალში რაიმე საპასუხისგებლოს არ ვანდობდი, მაგრამ თუ კარგს იტყვის და კარგს გააკეთებს, მივესალმები. ხო და რას ამბობს, მოდი ამაზე გადავიდეთ, იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ასე ვთქვათ, საგარეო პოლიტიკაზე არ საუბრობს, ხომ? საუბრობს მათ შორის ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და არც მალავს ბოლო პერიოდში, რომ ძალიან უკმაყოფილოა ოპოზიციით, აი ერთ-ერთი ბოლო რაც მან თქვა ოპოზიციასთან მიმართებაში, რომ საერთოდ ოპოზიციაზე დისკუსიაც არ ქონია იმასთან დაკავშირებით, რომ აი არჩევნები რო დაინიშნოს, კალენდარული იქნება ეს თუ ვადამდე როგორ ვაპირებთ ამ არჩევნებში ბრძოლას და როგორ ვაპირებთ ამ ხმების დაცვას და თუ საერთო ფრონტი არ იქნებაო მათ შორის ხმების დაცვისო, მაშინ ეს წინასწარვე იქნება წაგებულ ბრძოლაში შესვლა ქართულ ოცნებასთან. ამ საკითხზე რა ეს უნდა გავყოთ ხა? ხო, სხვა საკითხებია. ჯერ ერთი ქალბატონ სალომე არ არის ის ადამიანი, რომ ვინმეს რამე ჭკუა ასწავლოს. ქალბატონ სალომე დღესაც არ ყოფნის ადამიანობაც კი პოლიტიკურ გამჭრიახობაზე არ ვლაპარაკობ, რომ აღიაროს შეცდომა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი მას რო შეეძლო, პრეზიდენტ სააკაშვილს არაფერი შესაძლებელი არავისი არ აქვს, იმიტომ რომ არაფერი არ ჩაუდენია, მაგრამ მას რო შეეძლო, რო არ შეიწყალა, ახლა ის არ შეწყალებული წლები ქოცების მიერ, ამ მოღალატე კრიმინალთა რუსული ბანდის მიერ, რომ დაემატა კიდე წლები, დაუმატეს ერთმანეთს. და მისი პასუხისმგებლობაც არის, რომ 12 ნახევარ წელიწადში 6 წელიწადი მის მიერ არის მისჯილი. საქართველოს მესამე პრეზიდენტი. ამიტომ მას არც მორალური უფლება არ აქვს, რომ რამე ილაპარაკოს და როგორი დიდი გაქანების და მიხვედრილობის პატრონია თვითონვე ილაპარაკა, რომ აი ახლა მიხვდა. თურმე გავრილოვის დროსაც ვერ მიხვდა, რომ რუსული პროექტი იყო ბიძინა ივანიშვილი. მანამდე კი ანუ პოლიტიკოსი თუ ხარ, ჩვენ ვართ პოლიტიკოსები, რომლებიც ვლაპარაკობდით 14 წლის წინ, რომ ესენი არიან რუსები. იმიტომ რომ მიხვდით და პრეზიდენტი სააკაშვილი ლაპარაკობდა ამას. და ამ ადამიანს გავრილოვის ღამეც კი არ იყო, რომ მიმხვდარიყო. ამიტომ ასეთ მიუხედრელ ადამიანს ცოტა უხერხული უნდა იყოს, რომ მან ვინმეს რამე ჭკუა ასწავლოს. ეს ერთი საკითხი. ეხლა რაც შეეხება საერთო ფრონტი. საერთო ფრონტის იდეა არ არის არც მისი იდეა და არც მისი გამოგონილი. საერთო ფრონტზე ვლაპარაკობთ ამდენი ხანია ჩვენ. პრეზიდენტი სააკაშვილი როცა საქმეზე იყო მიმდგარი და წინა საპარლამენტო არჩევნებზე სწორედ ამ საერთო ფრონტს ლაპარაკობდა და ამბობდა ჩემი იდეა წაიღესო თუ ჩემი იდეა წაიღესო ეხლა ოპოზიციაში აი ამ საერთო ფრონტთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილმა გუშინ სალომე ზურაბიშვილი რაში მაინტერესებს? კიდევ ერთხელ გავაპარაკე, ეს არის უნივერსალური ერთიანობის იდეა, სალომე ზურაბიშვილის იდეაა. ხო, რა ვიცი, 2-2-4-ია, ხო? გინდა სალომემ თქვას და გინდა სიკინჭილაშვილმა, მაგას რა მნიშვნელობა აქვს? შესაბამისად, საქმეზე რომ იდგებოდა და ვისაც რეალურად საქმე შეეძლო, ხო, სალომე ზურაბიშვილი ლაპარაკის გარდა და მათ შორის სისულელეების და მათ შორის საკმაოდ უზნეოდ რომ გაიმეორა კიდე არას და არასდროს, ამაზე მეტი უზნეობა რა უნდა იყოს, როცა შენ ხარ თანამონაწილე ამ მოღალატეთა ბანდასთან ერთად მესამე პრეზიდენტის ტუსაღობის.
ამაზე მეტი უზნეობა რა უნდა იყოს. სოჭო არ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის თქვენს მიმართ ანუ გულისხმობ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას არც თქვენს მიმართ არ შეცვლია დამოკიდებულება ის მის ცნობილი ფრაზა გაახსენეს ქაჯებთან დაკავშირებით ვინ უფრო ქაჯები არიან და ამასაც მოისმენთ ანუ მხოლოდ სააკაშვილი არ არის ამ შემთხვევაში პრობლემა აზრის გამო არ ვიტყოდი უზნეობას მაგრამ უზნეობას ვამბობ იმის გამო რომ მის გამო ის არის თანამონაწილე იმ 12 ნახევარ წელიწადში რაც აქვს პრეზიდენტ სააკაშვილის მიჯილი ეს მას ის არის მიმსჯელი აი კოც ბიძინა ივანიშვილთან პუტინთან ერთად არის მიმსჯელი საქართველოს პრეზიდენტის. იმიტომ რომ მას შეეძლო ის გაებათილებია და როცა შეეძლო გაებათილებია არ გააბათილა. და კოცებმა ისარგებლეს და იმ წლებს დაუმატეს ახალი წლები, ხო? კიდევ ერთხელ განმარტა. რატო? ამიტომ უზნეო ადამიანია, აი ამიტომ. და ეხლა ჩვენზე რა შეფასებები იქნება, ეგ სულ არ მაინტერესებს, ამის გამო უზნეოს არ უწოდებ. ამის გამო შეიძლება უწოდო არაშოუს მწვეტელი და უცოდინარი და ასე შემდეგ, მაგრამ ამის გამო რომ პრეზიდენტი სააკაშვილის პატიმრობაში მასაც მიუძღვის წვლილი არის უზნეო. და შესაბამისად, რაც შეეხება ერთიანობას, პრეზიდენტ სააკაშვილი და ჩვენი პარტია თავაზობდით ჩვენი ყველა ინტერესის უკანა გადაწევით, უკან პლანზე გადაწევით. გავახსენებ ჩვენს მაყურებელს, ვინც ახლა გვიყურებს, რომ ჩვენ ვამბობდით, რომ ჩვენი არც პარტიის სახელი გვინდა, არც ნომერი გვინდა, არც ფერი გვინდა და აი რაც გამოკითხვებით გვეკუთვნის რეიტინგებით, იმის ნახევარზეც ყაბულსა ვართ, რომ სიაში იყოს ჩვენი ხალხი წარმოდგენილი, ოღონდ ვიყოთ ერთად, იმიტომ რომ თუ ვიქნებით ერთად, ამას ექნება სინერგეტიკული, ასე ვთქვათ, სინერგიის ეფექტი, რომ ხალხი დაინახავს მათ შორის ის, ვინც არ არის პოლიტიკით დაინტერესებული, ვინც ვერ არის, იმიტომ რომ ხალხს უჭირს, იმიტომ რომ ზოგს ტელევიზორი არ აქვს, ზოგს დენის ფული არ აქვს, ზოგს საერთოდ საშუალება არ აქვს, რომ ტელევიზორს შეხედოს, რომ მქონდეს ტელევიზორი, იმიტომ რომ დილით რომ მიდის, სისხამდილით რომ ბავს რაღაცა აჭამოს, ღამე მოდის გასავათებული და წვება და იძინებს, ხო? შესაბამისად, ასეთი არის ძალიან ბევრი ჩვენ ქვეყანაში, ხო? აი აჩვენა კიდევაც არჩევნებზე რამდენმა ადამიანს 40%-ზე მეტი არ მოვიდა საერთოდ არჩევნებზე და ამ ადამიანებს უნდა დაენახათ რომ რაღაცა რეალური ხდება, რაღაცა დიდი რაღაცა ცვლილება ხდება ამ ქვეყანაში, მათ შორის მათი გაჭირების, გასაღების პოვნის საკითხი წყდება, ხო? აი ეს უნდა გავუკეთებია, რომ ამიტომ იყო საჭირო ერთიანობა. ის კი არა, რომ რაღაცა რეიტინგები ვის რა აქვს, ასე ვთქვათ, კვლევების მიხედვით, ხო? აი ეს უნდა მიხვდარიყო სამწუხაროდ ვერავინ ვერ მიხვდა გარდა პრეზიდენტ სააკაშვილისა და აი ჩვენ მივიღეთ ის შედეგი. სხვადასხვა ამაზე პასუხს არავინ არ აგებს, აი ვინც მაშინ უარი თქვა ამ ერთიანობაზე, დღეს ვითომც არაფერი პასუხსგებლობას არ იღებენ. კონკრეტულად შეგიძლიათ ის ვინც არ დათანხმდა. თქვენს მიმართ ხომ ძალიან თამამები არიან თქვენი კოლეგა ოპოზიციონერები, როდესაც 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით პირდაპირ გაკისრებენ პასუხსგებლობას. ყველას თქვენ არ შეგიძლიათ რომ პირდაპირ ჩამოთვალოთ? რა ვიცი, 1-2 მაინც ყველა იმ პარტიამ, ვინც მიიღო მონაწილეობა ანუ ყველა თანაბრად იყო თუ ვიღაცა მაინც უფრო ინიციატივას იჩენდა? შეიძლება ვიღაცა უფრო მეტი იყო, როგორც ნაკლები და კიდევ ერთხელ ამბობ, ყველა თქო და რა ვიცი, აიღეთ და ჩამოთვალეთ, ყველა თქო. მე არავის არ ვერიდები, სწორედ ვინმეს კი არ ყო. ყველა ალიანსის წევრებს გულისხმობთ ამ შემთხვევაში. ზოგიერთი პარტია მაშინ არ არსებობდა წინა საპარლამენტო არჩევნებზე, უბრალოდ არ არსებობდნენ და დანარჩენები ყველა თავთავისი წილით პასუხისგებლობით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამიტომ ერთიანობას რაც შეეხება, ვინც არ უნდა თქვას, ერთიანობას მაშინაც მივესალმებობით, რატო დავიწყე ეს ყველაფერი. და ახლაც ასე ვთვლით, რომ რაც არ უნდა დაპირისპირებულები ვიყოთ, ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ სქემა იყოს ასეთი, აქეთ უნდა იყოს ეს მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდა, რაც ყოველდღიურად, მათ შორის დღესაც მტკიცდება, რომ კრიმინალური ბანდა არიან და დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი, რომელიც წარმოადგენს თავთავის ამომრჩეველს, რომელსაც ერთმანეთი არ უყვარს, რომელსაც ერთმანეთი არ მოწონს და ასე შემდეგ შეგვიძლია გავაგრძელოთ ეს ჩამონათვალი, მაგრამ თუ ჩვენ გვიყვარს საქართველო იმაზე მეტად, ვიდრე ერთმანეთი არ გვიყვარს, აი ჩვენი პასუხისგებლობით, სწორედ პრაგმატულად, როგორც პოლიტიკოსებმა და არა როგორც ქუჩის ბიჭებმა, რომ აი ვიღაცებმა იჭხუბეს, ერთმანეთს ცუდი სიტყვები უწოდეს და ეხლა ერთმანეთის გვერდ ვეღარ დგებიან, ესე აღარ არის. არ არის არსად, ეს ჩვენ საქართველოში ჯერ კიდევ ჰომო სოვიეტიკუსი ვერ გამოგვივიდა ტვინიდან და გონია რომ შენ რო გუშინ იმას ლანძღე და იმან გლანძღა შენ დღეს ერთად როგორ ახარ
ესე პრიმიტიულად შეიძლება მარტო ქოცმა იაზროს. ბოლოსკენ უნდა წავიდეთ და ორი საკითხი მოდის, როდესაც ამ თემაზე საუბრობთ. ანუ თითქოს ყველა ცალ-ცალკე საუბრობთ ერთიანობაზე, მაგრამ არა თუ საერთო ერთიანი ფრონტი, მაგრამ აგერ ოპოზიციური ალიანსიც კი არ საუბრობთ ყველა ცალ-ცალკე ერთიანობაზე, ეგრე არ არის. როგორ? აი ძალიან ბევრი გეტყვით პირდაპირ ოპოზიციურ ალიანსში არ უნდათ ძალიან ბევრ პარტიას არ უნდათ ეს ერთიანობა. მაგრამ არა ყველას, ვის არ უნდა? გვარამიას უნდა ერთიანობა. მე არ მინდა იმათი რეკლამირება, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეგ ჩვენი ამ შემთხვევაში ალიანსის არც ლანძღვა არ მინდა, არც არავის ლანძღვა არ მინდა, იმიტომ რომ საკმარისია ის კიდევ ერთხელ ვამბობ, ყოველთვის ანუ ჭორიკანა ქალები ვთქვარ, შედვართ ახლა აქა და ანუ სიცხადის შეტანა, რაც არის სათქმელი ის თქვი, რაც არ არის სათქმელი, ყველაფერი არ არის სათქმელი. იმიტომ რომ არ არის ჩემი ამოცანა ისედაც ბევრი არის არასაჭირო კინკლაობა ალიანსის შიგნით და ეხლა კიდე ვიღაცეებისკენ თითების შვერა. გეუბნებით რაც საზოგადოებას აინტერესებს, სამწუხაროდ ახლაც არიან ალიანსში ის პარტიები, რომლებიც არ არიან ერთიანობის მომხრე. ხო და ამიტომ აი როცა მივალთ მაქამდე, თქვენ ამბობთ რომ ყველა მომხრეა და უბრალოდ გაგისწორეთ რომ არ არის ყველა მომხრე თქო. ხო, ჩვენ ვართ ამის მომხრე. მიუხედავად ყველაფრისა. და ვამბობთ ამას კიდევ ერთხელ გავიმეორებ დიდი სიამოვნებით რომ ჩვენ რამდენადაც არ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი და არ უნდა მოგწონდეს, ჩვენ ვალდებული ვართ უფრო მეტად გვიყვარდეს, ბევრად მეტად გვიყვარდეს საქართველო და გრძნობდეთ ჩვენს პასუხისმგებლობას. არა და ის პარტიები, ვისაც თქვენ გულისხმობთ და მგონია რომ სწორად მიგიხვდით, პირიქით ამბობენ თქვენზე ნაციონალურ მოძრაობაზე, რომ შეხვედით ალიანსში იმისთვის, რომ რეალურად იქ რაღაცა ორ დღეში სიტუაცია აგეყირავებინათ და აგერიათ და ამით ხსნიან შემდეგ უკვე მიხეილ სააკაშვილის პოსტებს, რომელიც შეიცავდა თავდასხმას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიმართ. ეს თემა შორს წაგვიყვანს, კიდევ ბოლო შეკითხვა უნდა დავსვა. ეგ რაც თქვით ახლა მათი ბოდო არის და ქოცების პროპაგანდის ნაწილია. ქოცების პროპაგანდის ნაწილია, ვინც მაგას ლაპარაკობს. და კიდევ ერთი, ანუ სანამ რაღაცა საერთო ფრონტზე დაიწყებთ საუბარს, უფრო ასე ვთქვათ, საგნობრივ საუბარს და არა იდეის დონეზე, ჯერ ალბათ უნდა ჩამოყალიბდეს სრულიად ოპოზიციური სპექტრი, რჩებით ბოიკოტის რეჟიმში, საარჩევნო ბოიკოტის რეჟიმში, თუ როგორც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, უნდა ვაღიაროთო, რომ ამ ბოიკოტმაო საკუთარი თავიო ამოწურა და გადავიდეთ შემდეგ ასე ვთქვათ ეტაპზე, სადაც არჩევნებში მონაწილეობას ალტერნატივა არ აქვს. ამ საკითხზე როგორც ის ვერ გაუგია წლების განმავლობაში რომ ეს რეჟიმი იყო რუსული პროექტი, ისიც ვერ გაუგია, რომ ჩვენ არანაირ ბოიკოტის რეჟიმში არ ვიმყოფებით. ჩვენ რაშიც ვართ ახლა, ეს არის, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ უკანონოდ ჩატარებულ არჩევნებს, შესაბამისად არ ვაღიარებთ უკანონო არჩევნების შედეგად შეთითხნილ არანაირ სტრუქტურას. ეს ერთი. მეორე, პარტია იმისთვის არსებობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ჩვენ ყველა არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას. ოღონდ არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას და არა რუსულ სპეცოპერაციაში. აი, ესეც ერევა ზოგიერთს, ანუ თუ კი ვიღაცა, ანუ ეს მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდა კვლავ მოინდომებს, რომ ჩაატაროს სპეცოპერაცია და ის გაასაღოს არჩევნებად, ჩვენ ვიტყვით, რომ ეს არ არის არჩევნები, ეს არის რუსული სპეცოპერაცია და იმაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ხოლო არჩევნებს რაც შეეხება, ჩვენი როგორც ყველა ნორმალური პარტიის მიზანია არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა და შვიდობიანად არჩევნებში მონაწილეობის გზით მოვიდეთ ხელისუფლებაში, ან მივიღოთ ის ნაწილი სახელმწიფო პასუხისმგებლობისა, რასაც მოგჩვენთ ჩვენი ამორჩეველი. ამიტომ გასაგები რო იყოს, მათ შორის აი ქალბატონის სალომისთვის, რომელსაც ვერ გაურკვევია, რაში იმყოფება ოპოზიცია, ჩვენ არჩევნებისთვის ვიბრძვით, ჩვენ არჩევნებს ვითხოვთ, არა თუ არჩევნების მიმართ ბოიკოტში ვართ. და შესაბამისად, აი ჯერ ეს ანბანი გაარკვიოს, ანუ ლიკბეზი გაიაროს პოლიტიკური და მერე კონდეს რამეზე პრეტენზია მასაც და კიდე სხვასაც. მადლობა გიორგი ბარამიძეს, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მდივანი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოკლედ დღეს პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას გახარია საქართველოსთვის პარტია ბრიფინგით და ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა. დღეს საქართველოს პარლამენტში ვიხილეთ ღირსება
აყრილი მატყუ არა კომპეტენტური პრემიერ-მინისტრის ანგარიში, რომელიც სიმართლეს ვერ უსწორებს თვალს და სიმართლესთან ბრძოლა გადაწყვიტა საკუთარი ქოცური ზონდერული დაჯგუფების საშუალებით. ამ ხრით განმავლობაში ხომ გვიმტკიცებდნენ, რომ ებრძვიან სიძულვილის ენას, მთელმა საზოგადოებამ იხილა, რომ ძალადობა გახდა ოცნების და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს საფირმო ნიშანი, რომელიც ნოემბერ-დეკემბრიდან ფიზიკურად უსწორდება სტუდენტებს, ახალგაზრდებს, ქიმიურად წამლავს მათ. ვიკა ფილფანი პარტია გახარია საქართველოს დეპუტატი, რომელიც დღეს სწორედ აი ამ ფიზიკური ანგარიშწორების ეპიცენტრში იმყოფებოდა. ვიკა, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. სხვა შორის ბევრი შეკითხვა არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, რას მოჰყვა ეს ფიზიკური დაპირისპირება, რა მომენტში დაიძაბა ასე უკიდურესად ვითარება, იმიტომ რომ მთელი დღის განმავლობაში ისმოდა თქვენი გუნდის მხრიდან საკმაოდ მწვავე შეკითხვები და შემდეგ უკვე საპასუხო რეაქცია საკმაოდ მძიმე შეურაცხმყოფელიც ქართული ოცნების წევრების მხრიდან. რა გახდა ის საბოლოო, ასე ვთქვათ, მოთმინების, სად გაწყდა ის საბოლოო მოთმინების ძაფი, იმიტომ რომ პაპუაშვილი ამბობს, რომ მეო არ ვიტყვიო, გახარიას წევრებმა, გახარია საქართველოს წევრებმა იცით სინამდვილეში რაც მოხდა და რაც იკადრა თქვენმა კოლეგამ, ვიზე საუბრობს და რაზე საუბრობს პაპუაშვილი. მოგესალმებით თემა, როგორც იცით დღეს იყო ირაკლი კობახიძის ანგარიში, წლიური ანგარიში წარადგენდა პარლამენტში და როგორც ჩვენმა მაყურებელმა უკვე ნახა, რომ მან პრინციპში ვერც ერთ კითხვაზე პასუხი ვერ გასცა. ჩვენი კითხვები შეეხებოდა სოციალურ მდგომარეობას ქვეყანაში, როცა ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობენ, ვისე აისახება ეს ორნიშნა ეკონომიკურის და რატომ ვერ პოულობენ ბიუჯეტში პენსიების გასაზრდელ ფულს, ხელფასების მოსამატებელ ფულს, მაგრამ პოულობენ მოსაპარ ფულს და პოულობენ ახალი ავტომობილების საყიდელ ფულს. ჩვენი შეკითხვები შეეხებოდა ოკუპაციის თემას, ყოველდღიურ ოკუპაციის თემას, რატო არ ახდენენ ამაზე რეაგირებას, შეეხებოდა ჯანდაცვის სისტემას და ბევრ სხვადასხვა მოქალაქეთათვის საჭირო თემას. რა თქმა უნდა, ამაზე პასუხები ირაკლი კობახიძეს არ ქონია, პრინციპში ანგარიშიც არ ყოფილა ანგარიში, იმიტომ რომ ეს იყო პიარული რაღაც დოკუმენტი, რომელიც სრულიად არ ასახავდა საქართველოს რეალობას. ქართულმა ოცნების წევრებმა დღეს ბევრჯერ ცადეს, რომ სიტყვით დაეცვათ ირაკლი კობახიძე და სიტყვით გადაეფარათ აი ეს უსუსურობა, რასაც ავლენდა ირაკლი კობახიძე. თუმცა ბოლოს უკვე როდესაც სრულდებოდა სესიები, ცალსახა იყო და დარბაზშიც იგრძნობოდა ეს, რომ ვერ შეძლეს მათ ირაკლი კობახიძის უსუსურობის გადაფარვა და ამიტომ დეპუტატ ირაკლი ხელაძეს, რომელსაც მთელი 9 თვის განმავლობაში ორჯერ აქვს სულ ხმა მოხებული, ერთხელ იყო ის მანქანების კანონი, ავტომობილების აკრძალვის კანონი, მაშინ ამოიღო ხმა და მეორედ ამოიღო კიდე თავდაპირველად აღარც გვახსოვს რაზე. მას შემდეგ ჩუმაძის და ის გიგა ფარულავას უკან, გიგა ფარულავას ის ჩემს გვერდზე. მას მიუვიდა დავალება, რომ თავს დასხმოდა გიგა ფარულავას. რა ფორმით თქვენ დაინახეთ, თქვენი ხართ. კი, მე გვერდზე უძღვარგი. მან დაუძახა გიგა ფარულავას და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამაზე გიგა ფარულავამ თავი დაიცვა. დიახ, ამაზე გიგა ფარულავამ თავი დაიცვა და გასცა ვაჟკაცური პასუხი და ამის შემდეგ დაარტყა ირაკლი ხელაძე. დავალება მიუვიდა ხელაძეს, როდესაც ამბობთ, არ ვიცი, SMS-ი მივიდა და SMS-ის ხმა გაიგეთ თუ ვიღაცამ უკრიდან გადასძახა, რომ უკრიდან გადასძახა ირაკლი კირცხალია, უკრიდან იყო ფუსფუსი იგრძნობოდა, რომ ერთმანეთთან იცმოდა ყველაფერი მოლაპარაკება ჰქონდათ და რაღაცას ამზადებდნენ. ამის ამ ყოლაფრის მოსაწყობად და ირაკლი ხელაძე, რომელსაც ნამდვილად არ აქვს იმის გამბედაობა, რომ თავისით მიიღოს ესეთი გადაწყვეტილება, ვინაიდან იჯდა სწორედ გიგას უკან და სხვის შემთხვევაში ესე არ გამოდიოდა, უნდა გამოსულიყო მაშინ. ესეთი რაღაცა დადგა, ესეთი შოუ, ხო? ეს თავიდან ბოლომდე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგ ფიზიკურად დაესხა თავს. პირველად თქვენ იქვე ხართ ფარულავასთან. ფარულავა ადგა, მას კითხა თქვა რომ გაიმეორებინა, რაც თქვა, მან ისევ გაიმეორა, ამის შემდეგ ფარულავამაც გასცა პასუხი და ამის შემდეგ ირაკლი ხელაძემ ხელი დაარტყა უკვე დროსაც. და ამასობაში რა ხდება? საიდან ჩდება ეს ქართული ოცნების პროპაგანდა ხდის, რომ სხვანაირად გამოიყვანოს, მაგრამ კამერებში ჩანს, რომ ფიზიკურად გიგა ფარულავა ზევით ვერ აწვდებოდა ირაკლი ხელაძეს, იმიტომ რომ დიდი მანძილია ამ ტრიბუნებს შორის და ფიზიკურად პირველი თავდამსხმელი გიგა ფარულავა ვერ იქნებოდა, არანაირი ლოგიკით, ხო?
იმიტომ ამბობ რომ მომზადებული იყვნენ, ყველა იყო მომზადებული, აუცი უმრავლესობა ჩართული იყო ამ თავდასხმაში. რა თქმა უნდა, იქვე გაჩნდნენ ხა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი, რომელმაც 2 წლის განმავლობაში პირველად იპოვეს თავისი ფუნქცია პარლამენტში და პირველად დაამტკიცეს, რომ მათი შეყვანა მთლად ტყუილად არ მომხდარა საქართველოს პარლამენტში, იმიტომ რომ ხმა არ ამოუღიათ 2 წელია და დღეს ასე ვთქვათ, ამ ერთგულების დამტკიცების და თავიანთი საჭიროების დამტკიცების ქმედება იყო მათი მხრიდან ჩადენი, რაც რა თქმა უნდა სპორტსმენების მხრიდან განსაკუთრებით სამწუხარო იყო, იმიტომ რომ აუცი ხა ქუჩური ჩხუბიც ალბათ ყველას უნახავს რაღაცა ტიპის ჩხუბი, მაგრამ ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც 50 კაცთან ერთად ერთ ადამიანს ურტყავს, ესეთი რაღაც საქართველოს არ უნახავს და საქართველოს ისტორიაში ეს იყო ალბათ ერთ-ერთი თქვენ ამას ხედავთ, იმიტომ რომ ჩანს ყალახაძე როგორ გიახლოვდებათ, თქვენ იქ დგახართ და ცდილობთ რაღაცნაირად განარიდოთ სხვათა შორის თქვენ ოლიმპიური ჩემპიონის კი მე ვახსენებ ამ დროს ყალახაძეს, რომ ლაშა თქვენ ხართ ოლიმპიური ჩემპიონი, ხართ სპორტსმენი და ამ ყველაფერში არ ჩაერიოთ, იმიტომ რომ დაგვენანა გულწრფელად რომ გითხრათ ლაშა ტალახაძე ამ სიბინძურისთვის, მაგრამ ნუ ალბათ ეს მისი რა თქმა უნდა თქვენ ნახეთ ხა იმან გააგზელა ხა რამშულე ეს ქონდა დავალება და შეასრულა ეს დავალება რაც იყო რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროდ. მთელი ეს სპეცოპერაცია რაც დღეს მოაწყოს პარლამენტში იყო იმის გამოძახილი, რომ ირაკლი კობახიძე იყო ძალიან სუსტი და იყო ძალიან დაჩაგრული. აი ირაკლი კობახიძე უბრალოდ იჯდა ქვეყნის პირველი პირი, პრემიერ-მინისტრი და აი კმაყოფილი ბავშვის სახით რაღაცა მადლობის თვალებით შესწინებდა ამ პროცესს. აი ამ პროცესს, დიახ, აი ამ ჩხუბის პროცესს, დიახ, აი მთელი ეს პროცესი ესეთ მე მინდა აქვე მაყურებელს შევახსენო, რომ დღეს პარლამენტში იმყოფებოდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი წმენდესობა შიოც, დიახ. როდესაც ანგარიშის პირველი ნაწილი დასრულდა, კათოლიკოს პატრიარქმა დალოცა პარლამენტი და ისე გავიდა. აი ამაზე დიდი და ამაზე სამწუხარო რა შეიძლება მომხდარიყო დღეს ამ პარლამენტის შენობაში და არ ვიცი ეს ხალხი მერე დაგველაპარაკება ან ქართულ ხალხს დაუწყებს სწავლებას როგორია ქრისტიანობა, როგორია ეროვნულობა, როგორია კაცობა, ხო ეხა საქართველოში გაზრდილმა ყველა ადამიანი მაიცის რა არის ვაჟკაცობა და ვაჟკაცობასთან არანაირი საერთო არ აქვს მრავალი ადამიანის თავდასხმას ერთ ადამიანზე. თუმცა მათი განცხადებებიდან ჩანს, რომ თქვენ გადანაშაულებენ ახლა კობახიძის განცხადებას ვეძებს, სადაც ის ამბობს, რომ სამწუხაროდო ქალი ქალს აღარ გავსო და კაცი კაცს აღარ გავსო და აგერ ხო, აი თვითონ რომ არ გავდო დღეს პრემიერს, იმიტომ გასცა შემდეგ ეს დავალება, რომ როგორღაც გამოესწორებინათ მისი ეს მძიმე მდგომარეობა რა მდგომარეობაშიც იყო, მაგრამ მე მინდა შეგახსენო თემა. თქვენ ფიქრობთ თუ უფრო მეტიც რაღაცა ინფორმაცია გაქვთ, რომ კობახიძემ გასცა დირექტივა, რომ რაღაცნაირად კობახიძემ გასცა შალვა პაპუაშვილმა თუ ბიძინა ივანიშვილმა, ეხა ამაზე დაზუსტებით პასუხს ვერ გეტყვით. ფაქტი სურათი იყო ესეთი, რომ კობახიძე იყო დაჩაგრულ პოზიციაში, იმიტომ რომ ვერ პასუხობდა კრიტიკულ სიტყვებს, ის იყო უბრალოდ ტრიბუნასთან ჭორაობდა, ჩვენ ვესაუბრებოდით ფაქტებით, როდესაც ის საუბრობდა ღირსებაზე, შევახსენეთ, რომ ის იყო კაცი, რომელიც სამხედრო აღლუმის დროს ირუჯებოდა, ის იყო კაცი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ნამყოფი არ არის, მაგრამ თემურლენგის საფლავთან ნამყოფია. ის არის კაცი, რომელიც ალიევთან შეხვედრის დროს კუთხეში იდგა და ის ვერანაირ ღირსებაზე იქიდან ვერ დაილაპარაკებდა და ისინი გაბრაზდნენ, რომ სწორედ ამან აი განსაკუთრებით აი ამ ეპიზოდმა გააღიზიანა. მე გეტყვით რამ გააღიზიანა. განსაკუთრებით გააღიზიანა ოკუპაციის თემაზე მისი უმოქმედობის შეხსენებამ და გააღიზიანა იმან, რომ ჩვენ შევახსენეთ, რომ ბიუჯეტში ყოველთვის პოულობენ მოსაპარფულს, მაგრამ ვერასდროს ვერ იპოვეს ქართველი ხალხისთვის ფული საქართველოს ბიუჯეტიდან. მე შეგახსენებთ, რომ ეს არის ხალხი, თვითმარქვია კანონმდებლები, რომელიც თითქოს ებრძვიან ძალადობას და მე შეგახსენებთ, რომ ამ ხალხს ზია ამაღლობელი მეორე წელია ციხეში უზით ცილის გაწვნის გამო და ეხლა გამოდიან ქართული ოცნების დეპუტატები და ამბობენ, რომ რაღაცა წითელი ხაზი არსებობს, რომლის მიღმაც ქართველი კაცის ღირსებ მე შევახსენებ მათ, რომ ზია ამაღლობელი მოიქცა ღირსეულად, როცა სილა გააწნა, შეურაცხმო თვითმარქვია პოლიციელს. და გიგა ფარულავა დღეს მოიქცა ვაჟკაცურად. მათთვის არსებობს მარტო ეს წითელი ხაზი, რომლის იქით სტანდარტია და გიგა ფარულავა, რომელიც მართლა ღირსეულად იბრძოდა. ღირსეულად იბრძოდა 50 კაცი. ცდილობდა რომ გიგა ფარულავას დასხმოდა თავს და თავს ესხმოდა და კარგად არის. გიგა ფარულავა ძალიან კარგად არის, იმიტომ რომ ის ვაჟკაცი ბიჭია.
საკმაოდ ძლიერი ბიჭია და გული აქვს ყველაზე ერთად აღებული, ისე რომ ერთ-ერთზე ერთ-ერთი ვერ დაუდგება და ეს ცხადია, ხო, ერთ-ერთზე ნებისმიერი გამოიყვანეთ და ვინმესთან მიიყვანეთ, ხო, კარგად ნახეთ ზარქუა თავისი ძმაკასთან ერთად დუბაიში, ვიცი, ერთმა ადამიანმა რა უყო, იმათ კარგად ნახეთ, ხო, ეხლა აქ ბევრი რო არიან, მაშინ არიან დიდ გულზე და ეს ქცევა ხო არაფრით არ განსხვავდება გორში პოლიციელების თავდასხმისგან, მაშინ როცა 10 პოლიციელი ერთ წაქცეულს უტყავდა და მე რა გვიკვირს, რომ ეს ხალხი ეს მოძალადეები საიდან მოვიდა დაბმულ ადამიანებს დაკავების მანქანებში რომ სცემდნენ და ქალებს სცემდნენ ქუჩებში ხო ხა იყვნენ რამდენიმე დეპუტატი პეტრიაშვილმა ბოდიში ამ ინციდენტის შემდეგ მაინც არ მოგიხადეს იმიტომ რომ მე მგონია რომ შემდეგ ოლიმპიადაზე თქვენ უნდა გაგიშვათ ვიკა ნამდვილად ორი ოლიმპიური ჩემპიონის მოგერიებისთვის იწევდა ელმა იყო რამდენიმე დეპუტატი რომელიც ქალებისკენაც იწევდა და მანდატური აკავებდა ეხა აი ასეთმა კაცებმა როგორ შეიძლება ქვეყანაში რამე კარგი შექმნა ესეთმა კაცებმა საერთოდ კაცობაზე და ეროვნულობაზე აი როგორ შეიძლება ან ოჯახის სიწმინდე საერთოდ რას ახსენებელი აქვს ხო აი მართლა გამიკვირდა სიმართლე გითხრათ ხა მართლა გამიკვირდა ჟურნალისტური ცნობის მოყარეობა ასე ვთქვათ ამოვიღებთ აუცილებლად კამერებიდან და გავრცელდება ეხა იქ მაგრამ აი მე თვითონვე მეუხერხულება ახლა ამ ადამიანების მაგალითად იყო ზუკა რურუა ეხა ვინც მახსენდება ზუკა რურუა ასევე სპორტსმენი რომელიც ქალებისკენაც იწევდა და ამის დამადასტურებელი ფაქტებიც არის ზუკა რურუა როგორ იწევდა ქალებისკენ დასარტყმელად აი ამ ხალხს ციხეში ყავს გაშვებული ხალხი ტროტუარზე დგომისთვის. ეს არის ხალხი, რომელიც ხალხს აჯარიმებს კომენტარის დაწერისთვის. აი ეს თვითმარქვია და არჩილ გორდულაძე, აი კაცი, რომელიც პროკურატურაში დარბის ყველა სტატუსზე და საჩივრებს წერს, ვერ გამოსტაცეს პროკურატურას ხელიდან და აუცი მართლა არანაირი ღირსება არ გააჩნია არჩილ გორდულაძეს. დღეს რო ნახარო ძლიერი კაცები ერთ ადამიანს დაესხნენ თავს, თავადაც მოუნდა ამ თავისი რაღაც შელახული ღირსების თითქოს ჩამორეცვა, ხო? ეს კაცი არის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე. იყო შესეული გიგა ფანულავა, ანუ ყველა ეს ადამიანი, ვისაც ხედავთ კადრში, იმიტომ რომ ეს დეტალურად ეს ბევრი რამ მოხდა კიდე კადრს მიღმა, იმიტომ რომ იქ შემდეგ გადავიდა ეს თქვა გასასვლელისკენ გადავედით, სადაც უკვე კამერები ვეღარ იღებდა. და რა მოხდა? იმიტომ რომ გაგრძელდა იქაც გაგრძელდა ძალადობა და ეს კადრები ხა შიდა წყაროებიდან არის გადაღებული, შიდა რომელიც არ არის ჯერჯერობით ოფიციალური, ახლა თქმა უნდა ესეც ხო და ვინ ვიზე იქ ვინ იყო მოძალადე და ვის ისე ფარულად ძალადობდნენ თუ უკვე შარაშენი იქ უკვე გადაწყვიტეს რომ ყველაზე ეძალადათ აი ყველა კაცზე მაგრამ აქ უკვე რომ მიხვდნენ რომ რაღაცა ეს არ ვიცი მე მანდატურებმაც ცოტა იუაშკაცეს ეხლა ეს ჩვენი კაცები საკმაოდ ძლიერი კაცები არიან და არ გამოუვიდათ ეხლა ესე მარტივადაც არ გამოუვიდათ ხო ეხლა როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს კაცი ეხლა უპირატესობა 12 კაცი რომ დაესხმევა თავს არ ვიცი ამით თუ ვიდმე დღეს ამაყობს მე მგონია რომ ეგ არის საქართველოს შეურაცხყოფა სრულიად საქართველოს შეურაცხყოფა და მე ეს ხალხი ჩამოვა თქვენთან რეგიონებში მოქალაქეებო და გასწავლით ოჯახის სიწმინდეს და ქართულ ღირებულებებს აი კიდე რომ გაბედავენ ამას მე შეახსენეთ ის რომ თვითონ მსგავსი არაფერი არ გააჩნიათ და ეს ხალხი არის კანონმდებელი მე შეგახსენებთ რომ მათი ნახევარი საერთოდ დუმარე პოლიტიკოსია დუმარე პარლამენტარია ავი ალბათ 10 კაცი თუ საუბრობს წლიდან წლამდე პარლამენტში და ამ დანარჩენებს მიეცათ უბრალოდ შანსი რომ თავიანთი საჭიროება იქ რაღაცნაირად თავი გამოიჩინათ მაგრამ მე მაინც ღრმად მგონია რომ ეს იყო ირაკლი კობახიძის მიმართული სპეცოპერაცია იმიტომ რომ ალბათ ბიძინა ივანიშვილი ეძებს ხელჩასაჭიც კიდე უფრო მეც რომ ირაკლი კობახიძე უკვე ვეღარ არის ისეთი როგორიც მას უნდა რომ იყოს, ამიტომ აი ამითი საერთოდ წერტილი დაუსვა ირაკლი კობახიძის მოღვაწეობას, იმიტომ რომ პრემიერი გაუფუჭა, რა თქმა უნდა, ეს ხო თავიდან ბოლომდე არის ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობა და შალვა პაპუაშვილის პასუხისმგებლობა. ეხა პრემიერი ირაკლი კობახიძის პრემიერობა დასრულებულია, იმიტომ რომ ავიც სად უნდა წავიდეს ეხა ირაკლი კობახიძე, სად უნდა დაალაგოს საქმე დასავლეთში, ამერიკასთან უნდა დაალაგოს, ევროპასთან თუ რა ვიცი, შუა აზიაშიც მართლა უკეთესად იციან რა არის ვაჟკაცობა. იყო შეკითხვა რატომ ვერ მოასწრეს სათანადო რეაგირება მანდატურებმა. თქვენ ამბობთ რომ გაგრძელდაო შემდეგ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უკვე სხდომათა დარბაზის მიღმა, სადაც ამდენი კამერა მანდატური არც პარლამენტში არ არის და შესაბამისად მანდატურებიც ახლა დარბაზში 86 არ არის, ხო? ბოლოს ვეღარ არჩევდნენ უკვე ვისთვის გაიწია წინააღმდეგობა ხა მანდატურები რაღაცა ეტაპზე ცდილობდნენ რომ ეს სიტუაცია განემუხტათ
ერთი მანდატური მაგალითად გიგა ფარულავას აკავებდა და ამ დროს ლაშა ტალახაძე ხელს იქნებდა. ესეთი შემთხვევაც იყო. არა, ხელს კი არ იქნებდა, მუშს უყავდა თავში, იმიტომ რომ ძალიან თვალსაჩინოდ ჩანს. ეს არის ირაკლი კობახიძის განაჩენი, იმიტომ რომ საბოლოოდ ასე თქვათ მიეკერა მას მოძალადე პრემიერის იარლიყი, რასაც ვერ გაექცევა, ვერ მოიშორებს, აი ამდენი ხანი ითმინეს და თვითონ იქმნიდან ბუტაფორიას, რომ ესენი იყვნენ ძალადობასთან მებრძოლები, დღეს საბოლოოდ გამოჩნდა, რომ ესენი ძალადობის წამხალისებლები და ჩამდენები თქვენ არიან. ახსენეთ, რომ იმ დროს, როდესაც ასეთი ფიზიკური ძალადობა ხდება პარლამენტში, პრემიერი კობახიძე სამთავრობო ლოჟიდან უყურებს ამ თვალსადევნებს ამ პროცესს. წესით იქ უნდა ყოფილიყო შინაგან საქმეთა ministrიც. იყო თუ არა? ყველა იქ იყო. ისიც ძალიან მშვიდად, ანუ შინაგან საქმეთა ministri მთელი სამთავრობო გუნდი არ რეაგირებს ძალადობის ფაქტზე, რომელიც ხდება მის თვალზე. რა მნიშვნელობა აქვს? ახლა იქ რა სოციალური თუ სამსახურეობრივი სტატუსის მქონე ადამიანს უსწორდებიან ფიზიკურად. ხო, რა თქმა უნდა, ხა ნორმალურ ქვეყანაში და ნორმალურ დემოკრატიაში ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ქვეყნის პირველ პირს და იმ პასუხისმგებელ პირებს, რომლებსაც ევალებათ ქვეყანაში ძალადობის აღკვეთა, თავად პირდაპირ ეთერში ესე 2 მეტრში უყურებდნენ ძალადობას და ისხდნენ ფეხი ფეხზე გადადებული მე მინდა თქვა, რომ ამან ჩვენ ვერაფერი ვერ დაგვაკლო პირიქით. ამან გაგვაძლიერა და ამან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ჩვენი იქ ყოფნა არის ამათვის ძალიან მტკივნეული. 9 თვეა მოთმინების რეჟიმში იყვნენ, 9 თვეა უწევთ აიტანონ კრიტიკული კითხვები, 9 თვეა უწევთ მოისმინონ სიმართლე და ახლა დღეს სესიის დახურვის დღე იყო შემოდგომამდე და აი ბოლოს ვეღარ მოითმინეს ეს ამდენი სიმართლის და ამდენი კრიტიკის მოსმენა. რას აპირებთ? თქვენ თქვით რომ ჯერო არ გაგუშიფრავსო, გაიშიფრება კადრები, მოხდება იდენტიფიცირება, ვის მხრიდან რა ტიპის დანაშაული იყო ჩადენილი, ანუ რა სამართლებრივ რეაგირებას აპირებთ ამ ფაქტთან დაკავშირებით და ნუ ამ ვითარებაში, რა ვითარებაშიც იმყოფება ქვეყანა და თქვენი პოლიტიკური ლიდერის მიმართ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული და თვითონ ფაქტობრივად პოლიტიკურ დევნილობაში, ფიზიკურ დევნილობაში იმყოფება. რა ვიცი, რაიმეს ობიექტური გამოძიების იმედი გააქვთ? არ ვიცი, ხა იქ გამოსაძიებელი რა არის, პირდაპირ ეთერში უყურებდა შინაგან საქმეთა მინისტრი, რაც ხდებოდა მის 2 მეტრში, მისგან 2 მეტრში. ხა ჩვენი მხრიდან რაიმე ტიპის სამართლებრივი ზომის მიმართვასაც რა აზრი აქვს, ვისთან უნდა შევიტანოთ რაიმე ტიპის სამართლებრივი დოკუმენტაცია. ხო, კოდექსში 353 პრიმა მოხლი, ხო? მესამე ნაწილი საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე, მათ შორის პარლამენტის წევრზე, თავდასხმა მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ან მის საქმიანობასთან დაკავშირებით, სანქცია არის ჯარიმა, ან თავისუფლების აკვეთა 4-დან 7 წლამდე. ვის შეიძლება ეს მუხლი ასე ვთქვათ პირობებში გიორგი გვარაკიძე გენერალური პროკურორი ნამდვილად არ გამოირჩევა არც სამართლიანობით, არც ობიექტურობით და არც სიმამაცით, რომ მან რაიმე ტიპის ესეთი ქმედება გადადგას, ხო? მაგრამ, ავიცი, არც 3 წლით არ სრულდება, ხო, ცხოვრება გრძელდება და გვინახავს მათზე უფრო ვარესი დიქტატორებიც ქვეყანაში და ვარესი მოძალადეების და ამ ქვეყანას უფრო მძიმე პერიოდიც ჰქონია, მაგრამ მათზე უფრო ძლიერი მოძალადეები დაუმარცხებია პირველ რიგში ქართულ ხალხს და სამართლიანობას და მათ ისინი ვერ გაქცევიან ერთ ისტორიას და ვერ გაქცევიან ერთ იმ სამართლიანობას, რასაც ვთქვათ სამართალ გება ერქვა. აქედან გამომდინარე, დღეს იქნება თუ ხვალ იქნება, მათ აუცილებლად მოუწევთ ამაზე პასუხისგაცემა და აუცილებლად ამას მოყვება შედეგები, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს მინიმუმ ის მოხდება, რომ ქართველი ხალხი ძალიან კარგად დაინახავს რატომ არის ქვეყანა ასეთ დღეში, რატომ არის ქვეყანაში გაჭირვება, მაშინ როცა სოციალურ პრობლემებზე ბატონ კობახიძეს არანაირი პასუხი არ ჰქონდა, ძალადობა იყო მისი პასუხი. ბატონი კობახიძის პასუხი იყო, როდესაც ჩვენ ვთხოვდით, რომ ქართველი ხალხის ბიუჯეტი უნდა მოხმარდეს ქართულ ხალხს, მისი პასუხი იყო, რომ დაბალი გადასახადები გვაქვს და ამაზე მეტი რაღა მოვახმაროთ ქართულ ხალხსო და ის სწორედ აი ამაზე შემდეგ ამ თემის გავრცობამაც გამოიწვია ამ ადამიანების გაღიზიანება, რომ ქართველი ხალხის სიტყვას ვიცავთ პარლამენტში და ყოველთვის ასე იქნება. რაც არ უნდა მოხდეს, ემა, რავი, რაღა უნდა გვიქნა, ხო? რაღა უნდა
დაგვემართოს იმაზე მეტი, ვიდრე ქვეყანას ქართული ოცნების დიდი ნაწილი აშველებდა, ხო ნახე მაჭავარიანეს ეს ლევან მაჭავარიანმა იღა რამდენიც არ უნდა იყო ლევან მაჭავარიანმა ისიც თქვა რომ წითელი ხაზი არსებობსო და ხო მზია ამაღლობელის ნაწილშიც არსებობდა ბატონო ლევან და რატომაც თქვენ კაცებზე უფრო ღირსეული ქალი აღმოჩნდა და ხშირ შემთხვევაში აღმოჩნდა. ისე საზოგადოებას რომ ბოდიში მოუხადა ქართულმა ოცნებამ აი ამ ძალადობის შემდეგ თქვენთან არ ქონიათ უფრო ცივილური კომუნიკაციის მცდელობა? ჩვენ მათი ბოდიში არაფერში არ მჭირდება, ხო? ქართულ ხალხს რო ბოდიშს უხდიან, პირველ რიგში ბოდიში აქვთ მოსახდელი იმ მდგომარეობაზე, რაც დღეს საქართველოშია. ბოდიში აქვთ მოსახდელი იმ ოკუპაციაზე, რომელსაც თავად ახალისებენ. ჩორჩანას საგუშაგოს აღებაზე ჩუმად თანხმდებიან ოკუპანტთან. მიწას ჩუქნიან რუსებს. ბოდიშს უხდიან რუსებს, რომლებმაც ქართველები ჩახოცეს. აი ახლა ამაზე არ იხდიან ბოდიშს და ამაზე არ აქვთ არანაირი რეაგირება. ხა ვის რაში სჭირდება ამათი ყალბი ბოდიში მართლა ბავშვები ყავთ ციხეში გაშვებული არაფრის გამოსრული მტკიცებულებების გარეშე და ტროტუარზე დგომის გამო ყავთ ხალხი ციხეში გაშვებული. მზია ამაღლობელი და ელენე ხოშტარია მართლა რისთვის უზვით ციხეში, ხო? აი და ეს ხალხი ვერც ძალადობას დაამარცხებს ამ ქვეყანაში, ვერც ქვეყანას ააშენებს და ვერც ქართველი ხალხის სიღერიბეს შეცვლის. კი ბატონო, სხვათა შორის აი ხო ვკითხულობდი რა კომენტარებს და ტატა ხვედელიანი ამბობს რომ ფაქტობრივად ალყაში მოგვაქციასო თუ შეგვიძლია კიდევ ერთხელ გავუშვათ ის კადრები, მართლა ჩანს რომ ალყაში ხართ და ამდენი გავეშებული მამაკაცის გარემოცვაში ხართ თქვენ ერთადერთი ქალი. სხვათა შორის ქართული ოცნების წევრი ქალბატონები რას აკეთებდნენ იმ დროს? აი ისინი ცდილობდნენ თუ არა რაღაცნაირად გაეშველებინათ მამაკაცები განემხვდათ სიტუაცია? არა, ქალბატონი римაბერაძე მოვიდა და ეხმარებოდა. რას ნიშნავს ახლა? ესე ჯოლობრივად მოვიდა და ეხმარებოდა. ანუ ისიც მონაწილეობდა ამ ჯგუფში და ფიზიკურ არ განსხვავდებიან ხა ქალები და კაცები ხა ყველა ერთნაირად არის. არც ქალებს არ ქონიათ ამ ძალადობაზე რაიმე ტიპის განსხვავებული დამოკიდებულება და კაცებმა კიდე კი ნახეთ ხა რა როგორი კაცობაც გამოიჩინეს და როგორი ვაჟკაცობაც და აი მაყურებელი ხო ხედავს აი ესეთ ალყაში თვითონ რომ მოხვდნენ. აი ამის ნახევარსაც ვერ გაბედავდნენ. აი როგორ ღირსეულოდაც გიგაფარულავა უკლავდებოდა აი ამ თავდასხმას და ეხლაც როგორ ღირსეულად უმკლავდება აი ამ ასე ვთქვათ შემოტევას და შესაბამისად, ავიცი, აბა თვითონ ცხოვრებაში ერთხელ მაინც თუ დაუდგებათ მომენტი, რომ დაჭირდებათ თქვენ გაიხსენეთ, საიდანაც დაიწყო, ხო, ყველაფერი, როდესაც ხელად დამბედაობის მოკრება ეს ვიდეო ჩართონ და ნახავენ როგორია მამაცი ადამიანები პარლამენტში. მადლობა ვიკა ფილფანი პარტია გახარია საქართველოსთვის დეპუტატი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. რეკლამის შემდეგ მამუკა არეშიძე კონფლიქტოლოგი შემოგვიერთდება. მაშასე გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში. მოკლედ დღევანდელი სესია, ბოლო საგაზაფხულო სესია პარლამენტში, როგორც უკვე გითხარით, დაიწყო ირაკლი კობახიძის ანგარიშის მოსმენით, გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, მაგრამ ბოლოს დამთავრდა ხელჩართული ჩხუბით. ქართული ოცნების წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პარტია გახარია საქართველოსთვის საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს. შემდეგ მოვისმინეთ ურთიერთბრალდებები, მაგრამ ნახავთ თუ მივა საქმე რეალურად სამართლებრივ განხილვამდე ამ საკითხის იქნებ უკეთესადაც გაირკვეს, ვინ დაიწყო ჩხუბი, ვინ იყო ამ ყველაფრის ინიციატორი და ვინ ვის გაუსწორდა ფიზიკურად. მამუკა არეშიძე, კონფლიქტოლოგია ჩვენი გადაცემის სტუმარი, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. სხვათა შორის თქვენ სულ სხვა თემაზე სასაუბროთ მოგიწვიეთ დღეს გადაცემაში. ამ საკითხმა დღეს არაერთხელ გაიჟღერა საპარლამენტო ტრიბუნებიდანაც ქართული ოცნებისგან, მათ შორის დეპუტატები, ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვენ პასუხს იმაზე, თუ რატომ ინარჩუნებს მართველი პარტია დღემდე რაღაც პასიურ გულგრილ პოზიციას და რატომ არ აქვს არანაირი რეაქცია სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ფაქტობრივ ანექსიასთან დაკავშირებით.
ამაზე მოგვიანებით ჯერ დავიწყოთ დღევანდელი ამბის შეფასებით, იმიტომ რომ თქვენ როგორც ჟურნალისტი ისეთი თემით დავიწყეთ, რომ სხვანაირი დრესკოდი უნდა იყოს. ხო, სხვანაირი დრესკოდი უნდა იყოს. კი ბატონო, კარგი. აკაპიცებული ქონდათ მკლავები და ხო, იქ არ ვიცი ხა, რამდენად იყვნენ მომზადებული ამისთვის. ხო, ამიტომ შემოვიცი. ხო, ეს ხუმრობა იქეთ იყოს, მაგრამ რეალურად თქვენ როგორც ჟურნალისტ, თქვენ როგორც პოლიტიკოს, როგორც არ ვიცი, ექსპერტს საქართველოს თანამედროვე პოლიტიკის ისტორიაში ბევრი რამ გინახავთ. იმელის პარლამენტში არათუ ჩხუბი. ყველაფერი მინახავ. ხო, არათუ ჩხუბი, რამდენადაც მე მსმენია დეპუტატებს ავტომატიც კი ჰქონდათ ყოველი შემთხვევისთვის საკუთარ კაბინეტში შემონახული. ტრადიცია გრძელდება ოღონდ სხვადასხვა ფორმებით, როგორც ჩანს. ხო, ეხლა ჩემ მივესალმები მაყურებელს, რომელი კამერაა? რა ვიცი, სულ ერთია. ყველა გეყურებთ. მივესალმები მაყურებელს და რასაკვირველია. იცი როგორ არის, არ უნდა ეს კი მინახავს არაერთხელ რასაკვირველი. სწორედ თქვენ ჩემი პირველი წარმოდგინეთ, ეხლა პირველი კონფლიქტოლოგია ახსენე. კონფლიქტოლოგი. ხო, ნუ რასაკვირველია ეს ყველაფერი ნანახია. ეს საკითხებს გეხებათ ბოდიშს ვიხდი. ეს არ მეხება, მაგრამ კონფლიქტი ხო მაინც არის. და გარდა მაგისა მეც ვიყავი პარლამენტის წევრი და დაახლოებით იგივე ხდებოდა მაშინაც. სხვა ქვეყნის პარლამენტებში ხდება რასაკვირველია ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ძალიან ცუდია. ცუდია საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ აუფასურებს იმ პოზიციას, რომ პოზიციაზე ადამიანი იმყოფება. როგორც კი ის ვერ ზომავს და ვერ თოკავს. მეც მქონია ეგეთ შეცდომა, განაიხლა მე ვარ ისეთი განსაკუთრება. პარლამენტში ბლად არ მეჩხუბია, მაგრამ მაინც. მოკლედ არ ვარგა ის რა. ხო და ნუ აი ხა ხშირად ვამბობ ხოლმე და ხანდახან მეუბნებიან რომ მეორდებიან, მაგრამ სხვა იძულებული სხვა გზა არ არის, მოვთქვა მაინც. ქვეყანა სადაც სამოქალაქო პასუხისმგებლობა არის დეფიციტური. ყოველთვის ესეთი შემთხვევები იქნება. ყოველთვის იქნება არ მორიდება საზოგადოება რას იტყვის, რას იფიქრებს. რა მაგალითი ეძლევა საზოგადოებას. ეხლა მე დარწმუნებული ვიყავით, რომ ნაწილობრივ ჩემი ასაკის სიმაღლიდან ვლაპარაკობ, იმიტომ რომ უკვე ასაკში ვარ და შეიძლება ახალგაზრდა რო ყოფილიყო სხვანაირად მეთქვა, მაგრამ ეხლა უკვე ხანგრძლივი დაგროვილმა ცოდნამ აი ეს საფუძველი მომცა. მოკლედ არ ვარგა ეს ყველაფერი რა. არა და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებთან დაკავშირებით ისმოდა დღეს არათუ შეკითხვა, არამედ პასუხისმგებლობა ქართული ოცნების მიმართ, რომ ქართული ოცნება ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას და რეალურად აი ამ ფარული თუ ჩუმი ანექსიის პროცესში დუმილი არის რეალურად დანაშაული. ანუ ჩვენ შეგვიძლია რეალურად თქვენ როგორ აფასებთ მოკლედ მიმდინარე მოვლენებს სამხრეთ ოსეთში, ის რაც ხდება უპირობოდ მიუთითებს თუ არა იმაზე, რომ მიუხედავად ოფიციალური დონეზე უარყოფის, აი ბოლოს მეგონი პესკოვის განცხადება იყო, რომ არანაირი ანექსია არ ხდება, ის გადადგმული ნაბიჯები, რასაც ჩვენ ვადევნებთ თვალს, აი არის სხვა არაფერი თუ არა საკუთარი საზღვრების გაფართოების მცდელობა. ის რაც ხდება ახლა ამ ვიცი რომ ესეთი კითხვა რა დაუსვა თქვა ოპოზიციის არომადგილებს თქვენ როგორ მოიქცეოდით მათ ადგილას აი შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მოდი ესეთი კითხვა დაუსვა აქვს თუ არა აზრი შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში აი ამ თემების განსაკუთრებულ პედალირებას გასაკრული ამაზე სულ უნდა იყოს ლაპარაკი და არც იმალება ეს საკითხი რომ ეს არის ანექსირებული ოკუპირებული ტერიტორია და ეს უნდა დაბრუნდეს საქართველოს შემადგენლობაში მაგრამ აი განუწყვეტლივ ამაზე ხმაური ამის თაობაზე აპელირება და ასე შემდეგ შედეგს მოიტანს თუ არა მე გეტყვით რომ არა დარწმუნებული ვიყავით რომ ეხლა ისეთ ვითარება შედეგს არ მოიტანს ეს როგორც საკითხი დღის წესრიგში დგას ყველა დონეზე ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი ამის ნათელი მაგალითია მაგრამ შედეგს არ მოიტანს იმიტომ რომ დღეს საერთაშორისო სამართლის დეფიციტის პირობებში როდესაც რუსეთს უკვე შემაკავებელი გარემოება არაფერი არ აქვს ყველაფერზე შეუძლია წავიდეს ეხლა რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილი ადამიანი ასე იტყოდა ხასუსო აქამდე რატო არ გააკეთა ხო კითხვა ხო ჩდება რატო არ გადადგა ეს ნაბიჯი რამ შეუშალა ხელი ის რომ ვიღაცა რაღაცას ეტყოდა
ერთ-ერთი ვერსია არის, რომ მაშინ როდესაც აგერ უკრაინის ფრონტზე საკმაოდ ცუდად მისდის მოკლედ რუსეთს საქმეები და ზოგადად სამხრეთ კავკასიაში ის საკუთარ გავლენებს კარგავს, შესაძლებელია ამით რაღაცნაირად საკუთარი ეგო დაიკმაყოფილოს. არა, ეგოს დიდ პოლიტიკაში ეგოს დაკმაყოფილებით, ასე ვთქვათ, საქმე არ კეთდება. დიდ პოლიტიკაში თუნდაც ერთი ნაბიჯი წინ უნდა იყოს, რა შედეგი მოყვება ამას. ხა დღეს როგორი ვითარებაა? ისეთ როგორ არის ახლა, მოდი ესეთი ლოგიკური დაჭვი შევადგინოთ. რა ნაბიჯები გადადგა 2024 წლის ზაფხულის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთთან და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. მე არ მიყვარს იმ ადამიანებთან კამათი, რომელიც აი ამ თლიან ლოგიკას ინფორმაცია არ აქვს ამ ლოგიკურ ჯაჭვთან დაკავშირებით. მე რას გულისხმობ? 2024 წლის ზაფხულში საუბარი იმის თაობაზე, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გააქტიურებულიყო და შეცვლილი იყო, იდგა ეს. აქ კი არა მხოლოდ, აქ ყოველთვის არის. ეს იყო მოსკოვში. ამან ეს საკითხი განპირობებული იყო აი ორი ძირითადი მიზეზის გამო. ერთი იყო ის, რომ ყარაბაღის მოვლენების შემდეგ კრემლში დამარცხდა ის დაჯგუფება, რომელმაც კრემლი აიძულა, რომ სომხეთისთვის მხარი არ დაეჭირა და ან უკეთეს შემთხვევაში შუაში არ ჩამდგარიყო და მიუშვა. მოგესალმებათ ერთ-ერთი მხარე იმისთვის, რომ მეორე მხარე რომ შედეგი დამდგარიყო. და გარდა მაგისა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო ის, რომ პრაქტიკულად რუსეთის გავლენები ძალიან შემცირდა სამხრეთ კავკასიაში და გაიზარდა შესაბამისად თურქეთის გავლენები. აქ დასავლეთის გავლენების გაზრდა არ გაზდაზე იმ მომენტში არ იყო ლაპარაკი. არ ჩანდა ეს გავლენები განსაკუთრებით, მაგრამ თურქეთის გავლენები ძალიან გაიზარდა. ყარაბაღის ომმა მით უმეტეს ამას ხაზი გაუსვა. პრაქტიკულად ყარაბაღის ომში თურქული მხარე თითქმის ავტონომიურად მონაწილეობდა. გასავთ ალბათ, რომ ცალკე შეიქმნა დაჯგუფება სამხრეთით და ასე შემდეგ. ხა არ მინდა განსაკუთრებით ხაზე გაუსვა ზოგიერთ ნიუანსს. მოკლედ ასეა თუ ისეა, სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე გადის აი ამ ომის უკრაინა-რუსეთის დაპირისპირების კონტექსტში უმნიშვნელოვანესი არტერია ეს არის ჩრდილოეთ სამხრეთის ვაჭრობის გზა პეტერბურგი-მუმბაი. მოგესალმებით. გადის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ესე გამოდის, რომ პრაქტიკულად დივერსიფიკაციის თემას თუ გამოვრიცხავთ, დამოკიდებულია რუსეთი აზერბაიჯანის ამ გზაზე. აზერბაიჯანი ერჩევნიერ დღეს თეორიულად რომ მოუნდეს, რომ აღარ გაატაროს, აღარ გაატარებს და იქნება, ხო? ომი უნდა გამოუწყდეს მე. ამიტომ რუსეთის პოლიტიკური ელიტა შეიქმნა ჯგუფი, რომელიც დივერსიფიკაციაზე მუშაობდა ამ საკითხის. ანუ აფხაზეთის ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზის ამუშავებას შემდეგ დანარჩენ საქართველოში იქ სომხური რკინიგზა ისედაც მაგათი იყო და ირანის საზღვრამდე და ასე შემდეგ. მერე ბანდერაბასამდე და აი ამ მოვლენების კონტექსტში უცებ გაჟღერდა აფხაზური ოპოზიციის მიერ საკითხი იმის თაობაზე, რომ გავყრიდეს. გახსოვთ ამის ერთ-ერთი განხმოვანებელი იყო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნატალია სმირი. და მაშინ მე პირადად შეხება არ მქონდა აფხაზურ მხარესთან, აი თვითონ მაგრამ მახსოვს ძალიან კარგად ზოგიერთი ოსი ჩინოვნიკის ზარების გახშირება უცებ აქეთ ამ მხარეს და ლაპარაკი იმის თაობაზე, აი ზონდაჟი, რა ლაპარაკი იყო იმის თაობაზე არა მაქვს უფლება გითხრათ, მაგრამ ზონდაჟი იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური ვითარება ხომ იცვლება. ეს ჩანდა კარგად. მას შემდეგ და ამისი ერთ-ერთი აპოლოგეტი ამ პოლიტიკური ვითარების სრულების რუსეთის მხრიდან იყო, თუ გახსოვთ ესეთი პიროვნება კოზაკი. კოზაკი, კი ბატონო. აი მე შეიცვალა ვითარება. გაიმარჯვა სხვა ჯგუფმა, როგორც ხდება ხოლმე კრემლის რეალობაში. რატომაც საქართველოში საზოგადოების ერთ ნაწილს გონია, რომ იქ პუტინია და მორჩა დამთავრდა ყველაფერი, ესე არ არის. გახსოვთ ალბათ აი ცნობილი კრება უკრაინას შეჭრამდე, რომ იქაც კი იმ კრებაზე, რომელიც ტელეეთერში გადაიცემოდა, წინააღმდეგი უკრაინას შეჭრისა იყო ერთი პიროვნება და ეს ჩანდა კიდევაც. ეს იყო ნარიშკინი და ნარიშკინი ძალიან მაღალი თანამდებობის პირია, ხო? დაზვერვის და სპეცსამსახურების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მოკლედ ასეა თუ ისე ეს კოზაკის გადაყენების შემდეგ
იქ მოვიდა ადამიანი, რომელიც მერე შეიცვალა ეს ვითარება და ეს თემა გააქტიურდა, ანუ საქართველოსთან პოლიტიკური კლიმატის შეცვლისა. ანუ მე ის მინდა გითხრათ, რომ ყოველგვარი ყვირილის გარეშე იქ ნამუშევარი იყო. დღეს ეს საფრთხე აი ამ ასე ვთქვათ ხარისხით, რა ხარისხითაც ჩვენ გვესმის პოლიტიკურ განცხადებებში არ დგას და შეიძლება არ არის პოლიტიკური ხმაური ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს საკითხი დამოკლეს מחვილივით კიდია საქართველოსზე. ეს იმისთვის შეიქმნა, რომ ეს ასე ვთქვათ ოკუპირებული ტერიტორიები არსებობენ იმისთვის, რომ ზოგადად სამხრეთ კავკასიის პოლიტიკაზე ყოფილიყო მუდმივი ზეწოლის ბერკეტი და კონკრეტულად საქართველოს. მოსკოვში გადასარევად აცნობიერებენ, რომ საქართველო არის გეოგრაფიული ცენტრი კავკასიის. აქედან გამომდინარე, საქართველოსზე ვინც ფლობს და აკონტროლებს, ის აკონტროლებს სამხრეთ კავკასიას, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ტრამპის დერეფანზე და კიდე სხვის დერეფნებზე. თქვენ დასვით შეკითხვა, როცა ამ თემაზე დავიწყეთ. ეს დავამთავრო, მე ბულინგს მომიწყობენ ეს ფრაზა, იმიტომ რომ ხო, ვიტყვი ახლა დავამთავრებ და ცოტა უცებ. კი ბატონო. აქედან გამომდინარე, კრემლი ყველაფერს აკეთებს წლების განმავლობაში, რომ იმისათვის, რომ აი ეს პოზიცია შეინარჩუნოს საქართველოსზე გავლენების. საქართველოსზე გავლენები შეიძლება კონდეს მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების მეშვეობით. ასე ითვლიან კრემლში. ეს პოლიტიკა რო არასწორია, ეს მოსკოვის ყოველ წუთში წინ ხვდება, მაგრამ ნუ ასეთები არიან ისინი. როდესაც ამ თემაზე შეკითხვა დაგისვით, თქვენი ასე ვთქვათ პასუხი იყო ასევე შეკითხვის ფორმით, ოღონდ ამის ადრესატი იყო ოპოზიცია, რომ აი ისინი რომ იყვნენ ახლა ხელისუფლების ადგილას, რას გააკეთებდნენ. რეალურად რისი ბერკეტები გაგვაჩნია ჩვენ ამ სიტუაციაში? აი რა იქნებოდა ყველაზე გონივრული ქმედება? ნუ ერთი რომელიც მე შემიძლია ღია ვთქვა, ეს არის რბილი ძალის სისტემის ამუშავება. ჩვენ ხო სულ მაგაში ვივართ, რომ რბილ ძალას იყენებენ ჩვენ წინააღმდეგ, ჩვენ არასოდეს ჩვენ არ ვიყენებთ იმ რესურსს, რომელიც გვაქვს. როგორც აფხაზეთში, ისევე ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში. ანუ არ ვემუშავებით? ნუ იმ ეფექტი აიყურეთ, ხარ რბილი ძალის ნაწილია სამედიცინო ჯანდაცვის ისე რა ქვია ეს პროექტი, რომელიც მუშაობს საკმაოდ ეფექტური აფხაზების შემთხვევაში განსაკუთრებით. და ამის მერე წავიწიეთ რაიმე წინ? ამ პროექტში წაწეულები ვარ ძალიან წინ, მაგრამ ეს პროექტი მარტო არ შეიძლება იყოს. აქ უნდა იყოს სისტემა ნებისმიერი რამ ამბისგან შედეგი რომ იყო უნდა იმოქმედოს სისტემურად. რბილი ძალა არის შეიცავს ჯანდაცვა იქნება იქ სოციალურ ქსელში აქტიურობა იქნება თუ ეკონომიკური კავშირები იქნება თუ სხვა ყველაფერს შეიცავს. არ არის აუცილებელი ამის თაობაზე ყვირილი და ცივილკივილის ატეხვა, მაგრამ მუშაობა სულ უნდა ოღონდ სისტემური და არა ფრაგმენტული. კი ბატონო, კიდევ ერთი ძალიან ესეთი საკითხი, რომელიც ყურადღებას იპყრობს და ბევრისთვის შეშფოთების საფუძველიც ხდება, მედია წერდა ბოლო დღეების განმავლობაში, რომ მარნეულში თეირანთან ღიად დაკავშირებული ორგანიზაცია ახალი ბეითის მიერ გამართული მაგას ლაპარაკობ 8 წელია. ხო, თასოას ყოველწლიური რელიგიური მსვლელობის ზოგიერთ მონაწილეს მოკლედ მაისურზე ირანული რეჟიმის სასულიერო და საერო პირების, ასევე ჰეზბოლას ყოფილი ლიდერების სახეები ჰქონდათ გამოსახულიო და ვიცით საპასუხო რეაქციაც ქართული ოცნების ლიდერების ზოგიერთი ლიდერის მხრიდან, რომ ისინი საკუთარი სულიერი ლიდერები არიან, რასაც შემდეგ მოყვა აქედან უკვე გამოპასუხება, რომ სულიერი ლიდერები და ტერორისტები ვერ გაგირჩევიათ ერთმანეთისგანო. აი ეს უკვე არის ნუ რა კითხვა შინაარს რა შემდგომარეობა. რეალურად რაშიას რამდენად საფრთხეა ეს ვითარება რომელიც გვაქვს ან ხელისუფლება იყრუებს ან რაღაცა მედია და ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური მხარეები იმაზე მეტად აბუქებენ საფრთხეს ვიდრე რეალურად დგას. გავანებოთ ეგრეთ წოდებულ სამხრეთოსეთს და გადავინაცვლოთ გადავინაცვლოთ ამაზე, იმიტომ რომ კიდე შეკითხვა. იმიტომ რომ ერთი კარგი საინტერესო რამე მაქვს. კი ბატონო, აუცილებლად დავასრულოთ მაშინ, ამოვწუროთ. რაც შეეხება იმას, რა ქვია, ამის თაობაზე ძალიან დიდი ხანია ვლაპარაკობ. კიდე ერთხელ ეხლა სპიჩი უნდა წარმოვთქვა. ყველა მსხვილი მოთამაშე, ყველა ჩვენი მეზობელი ხას უსვამს სიტყვა ყველას. საქართველოს ტერიტორიაზე მუშაობს სხვადასხვა ფორმით. ყველას აქვს თავისი მეხუთე კოლონა. ეს მეხუთე კოლონები ერთმანეთს ეჯახებიან ლამის.
ესე მოქმედებს სოფლიოში ბევრი ქვეყანა. ეხლა ახალს არაფერს არ ვამბობ, მაგრამ აქ არის ეს არის ეკონომიკური არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, ეკონომიკური ორგანიზაციების მეშვეობით, რელიგიური ორგანიზაციების მეშვეობით, კულტურული ორგანიზაციები ეს არის ეს ორგანიზაციები აქ ყველა მსხვილი მოთამაშე ვიმეორებ თავის გავლენის გაძლიერებას ამ ორგანიზაციების მეშვეობით ცდილობს ყველა მსხვილი მოთამაშე უკვე ვახსენე ყველა ჩვენი მეზობელი მათ შორის ირანიც არაერთხელ მithქვამს რომ არაერთ რელიგიურ იმდენად აქტიურები არიან რომ არაერთ რელიგიურ მოღვაწეს ეხლა წარმოიდგინეთ ქართულმა ეპისკოპოსმა რომ მაგალითად რომელიმე სხვა ქვეყანაში თავისი გავლენის ჯგუფის კი არა რომ თქვა საქართველოს აი ესეთი არის სამი ჯგუფი აქვს ესეთი ირანის შემთხვევაში რომელიც ცდილობს ფეხი მოიკიდოს და ცდილობს გავლენები მოიპოვოს გარკვეულ შედეგებს მიაღწიეს მაგრამ უნდა ითქვას ობიექტურობისთვის რომ არ თქვა არ შეიძლება რომ ეს შედეგები გაჩერდა აი შედეგება დარჩა და აღარ გაიზარდა ანუ ჩვენი სპეცსამსახურების ასე ვთქვათ სანაკებოდ საქართველოს ხელისუფლებების სანაკებოდ ეს არ ეხება მარტო დღევანდელ ხელისუფლებას მოკლედ ეს გარკვეულ ჩარჩოსია მოქცეული მაგრამ ასევე უნდა გითხრათ ობიექტურობისთვის რომ საზღვარი რო ჩაკეტილი იყო გასვოთ აზერბაიჯანი. კი. ეხლა ჩაკეტილია სამანქანო საზღვარი. ერთ-ერთი მიზეზი ეს არის რომ აზერბაიჯანი მაქსიმალურად ზღუდავს ყველა მხრიდან. და რეალურად პანდემია? ხო, რასაკვირველია, ერთ-ერთი მიზეზი ეს არის. იმიტომ რომ გაიარა რა ვიცი პანდემია რამდენი წელია და აზერბაიჯანი აი ეს უნდა იცოდე და რაც შეეხება აი ამ ორგანიზაციის ახლა თქო რომ ახსენეთ ეს არ არის მარტო ერთი ორგანიზაცია ეს ორგანიზაცია უამრავ სხვა ქვეყანაში მუშაობს სადაც შიიტური მოსახლეობა ცხოვრობს იმიტომ რომ შიიტები არიან მოგესწრებით. მაგრამ ეს ამ ორგანიზაციის მუშაობა ზოგან სუბთა ჰუმანიტარულია ну ყოველთვის ირანის გავლენაზე მუშაობს რასაკვირველია მაგრამ ცუდ საქმეს არ აკეთებს რამდენადაც სახელმწიფო ინტერესით მიუდგება ასეთი ტიპის ორგანიზაციების მუშაობას და შეზღუდავს მათ პოლიტიკურ აქტივობას მით უფრო დარჩებიან ისინი ის ტიპის ორგანიზაციები როგორც დებულებაში უწერიათ სინამდვილეში კარგები როგორ ნუ ჰუმანიტარული კულტურული ორგანიზაცია კი ბატონო იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ხელისუფლებისგან რაღაცა უფრო რადიკალურ ქმედებებს გადაწყვეტილებებს ითხოვენ ხოლმე იგივე ალ-მუსტაფას უნივერსიტეტთან დაკავშირებით ანუ ითხოვენ რომ საერთოდ არ კონდეს მას არსებობის შესაძლებლობა და აქეთ არის ხოლმე პასუხი რომ რაღაცა ლიცენზია არ არის და არის ის რა არის ალ-მუსტაფას ვინც მაგაზე ლაპარაკობს უნივერსიტეტი თეორიულად რაც იყო გახმოვანებული კი, ის მესმის და სწორი მიდგომაა. მაგრამ პრაქტიკულად როგორიც არის ეს უნივერსიტეტის ეს ამას სახელად ქვია უნივერსიტეტი, აქ რაც არის, თორე სინამდვილეში. სინამდვილეში რა არის? სინამდვილეში არ არის იმ მასშტაბის და იმ ფორმის და იმ შინაარსის. იმ მიზნების მიღწევა თუ შეუძლია, ან ტერორისტების მომზადება თუ შეუძლია, რაზეც კეთდება ხოლმე მოკლედ აქცენტი. შეუძლია ასეთ უნივერსიტეტს საქართველოში მოამზადოს ტერორისტები და შემდეგ არ ვიცი, გადაანაწილოს და საკუთარი შეხედულების სამებრ. პირდაპირ შეკითხვა შესაძლებელია. ჩვენ ხო ვისაუბრეთ ჩემს წარმომავლობაზე. თეორიულად შესაძლებელია, რასაკვირველია კი. პრაქტიკულად რა მოგასწრებით? აი იმ კონტინგენტით რომელიც პრაქტიკულად უკვე დამოკიდებულია ხელისუფლებაზე. ბევრი რამ, ძალიან ბევრი რამ ხელისუფლებაზე და არა მხოლოდ ხელისუფლებაზე, ხოდაშორის. იცი როგორ არის საქართველოს იმ ტიპის ქვეყანა, ისეთი პატარა ქვეყანა, რომ და ისეთი ადამიანებით არის დასახლებული, მარტო ხელისუფლება არ წყვეტს ესეთ პრობლემას. საზოგადოება და ხელისუფლება კონსოლიდირებული, ხელისუფლების დანაშაული ზუსტად ის არის, რომ ყველაფერს თავის თავზე იღებს და საზოგადოებას არ რთავს იმ პროცესების გადაწყვეტაში, რომელიც საქართველოსთვის არის საჭირო როტო. საქართველო მაშინ იყო ძლიერი, როცა ერი და ბერი იყვნენ ერთად. როცა ცალკე იყო ერი და ბერი, საქართველო არასოდეს არ იყო ძლიერი და ეს გამოცდილება ვერ დაიმახსოვრა ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ვერაფრ. მაგრამ ამ მეორე მხარეც არის, რომ შენც უნდა იყო ინიციატივა, შენც უნდა იცოდე სად კი ვარი შენი და შენი გენეტიკური მეხსიერება უნდა გააღვიძო, რომ ყურადღებით იყო იმ გამოწვევასთან დაკავშირებით, რომელიც ტრადიციულია შენი ქვეყნისთვის და რეაგირება მოახდინო. ასაკურველია ხელისუფლების მეშვეობით, მაგრამ შენც უნდა იყო ინიციატივიანი. ასეთი ინიციატივიანი ადამიანები საქართველოში რო არ ცხოვრობდნენ, ბევრად უფრო უარეს მდგომარეობაში ვიქნებოდა. სამხრეთ ოსეთზე
გინდოდათ კიდევ რაღაცის თქმა და არაფერი უბრალოდ მე მინდა ჩვენ მაყურებელს მოვახსენო შემდეგი აქ არის ეხლა აი ჩვენს მედიაში გაჩნდა ასეთი საგანგაშო ინფორმაცია რომ ასეთი დონის ჩინოვნიკი რუსული ელიტის წარმომადგენელს არა თუ არ ღირსებია ცხინვალს არასოდეს არც ჩასულა არასოდეს არ ვიცი რამდენად სწორად კაბალოვი ხო კაბალოვი მარად კაბალოვი მე მინდა უბრალოდ ახსნა რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩემი გაგებით ახლა იმდენად მაღალი რანგის ჩინოვნიკია ეს იყო თან მინისტრის მოადგილე იყო განათლების მინისტრის მოადგილე დავის დროზე და ამან გამოიწვია განსაკუთრებული ნებათაღელვა და არ იქ რადგან კაბალოვი ჩამოვიდა მარატი ჩამოიყვანეს აქ ესე იგი მოხდება ახლა გაერთიანება ამ ორი ოსეთის მე არ გამოვრიცხავ რომ აქეთკენ წაიყვანონ საქმე მაგრამ ეს არის ძალიან დაბალი შანსისა უბრალოდ მინდა ყურადღება მიექციეს შემდეგ გარემოებას დღეს საგარეო პოლიტიკა ისეთი აი ამ დსთ-ს მასშტაბი და დსთ-ს საზღვრების მიღმა გადავიდა რამოდენიმე ადამიანის ხელში. აი, ესე იგი, ვთქვათ, მეხუთე კოლონებით მუშაობა. კირიენკო, რომელიც არის ვაინოს მოადგილე, ანუ აპარატის უფროსის მოადგილე პუტინის და თვითონ კირიენკო არის ძმები კოვალჩუკების კაცი. ამას მნიშვნელობა აქვს და მაგიდოყების დეტალურად. კოვალჩუკები არიან ერთი არის ბიზნესმენი, ოლიგარქი, მეგობარი პუტინის, მეორე არის კურჩატოვის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი, ფიზიკოსი და ნუ ტვინით გაძეძგილი. აი მეორესია მიხაილ კოვალჩუკის კაცია ეს ჩვენი კირიენკოც იმიტომ რომ კურჩატოვის ინსტიტუტის პრეზიდენტია მიხაილ კოვალჩუკი. კირიენკო იყო როსატომის ხელმძღვანელი და ამ ინსტიტუტში ესე იგი ინსტიტუტის აკონტროლებდა. აი ეს კობალოვი რომელიც ახლა დაინიშნა მარატი აი არის კურჩატოვის ინსტიტუტის დირექტორი. ბოლოდ მის თანამდებობა იყო დირექტორი. ანუ კოვალჩუკების ხალხია ესენი ერთის და მეორეს. უბრალოდ ის მინდა გითხრათ რომ ბევრად უფრო მეტი მნიშვნელობა მიეცა გინდა აფხაზეთი იყოს და გინდა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი ვიდრე მანამდე იყო. კურატორები ყავს იმდენად სერიოზული. რაც შეეხება კობალოვს ეს მართლა მაღალი რანგის ჩინოვნიკია, მაგრამ გარდა ამისა უჩვეულკაცი არ არის. მე ეჭვი ხა დარწმუნებული ვარ რომ სულ შემატყებით ჩამოიყვანეს და დასვეს ამ პრემიერის თანამდებობაზე ის გაგლოევი ხრი რომ იძახის რაღაცებს ეს რომ ამბობს რაღაცებს ეს ყველაფერი ყოფილი პრეზიდენტი რომ ის შეერთება და ეს ყველაფერი არის იმისთვის რომ გაამართლოს კობალოვის მთავარი ამოცანაა შემდეგ ეს არის ტრანშების დაცვა რომელიც მოსკოვიდან მოდის და რომელიც გზაში იპარავდნენ რუსებიც და ოსებიც ეს არის აი ამ კრიმინალური საშინელი ფონის გაუნებელყოფა რომელიც არის ცხინვალში და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი კონფიდენციალური დავალებები. აი ეს კონფიდენციალური დავალებები შინაარსი რაში მდგომარეობს ამის თაობაზე გამიჭირდება ჯერჯერობით, მაგრამ კონფიდენციალური დავალება რომ არის კი ფაქტია. კი ბატონო. და რა ვიცი, ამაზე უნდა იფიქრონ და თავი უნდა იმტვრიონ შესაბამისმა სამსახურებმა. ძალიან დიდი მადლობა მომკა არეშიძეს, კონფლიქტოლოგი იყო ჩვენი გადაცემის ბოლო სტუმარი, სულ ეს იყო ამ დროისთვის. ორშაბათამდე გემშვიდობებით და მინდა ყველას კარგი უქმეები გისურვოთ.